მოგესალმებით, მეგობრებო, როგორღაც უნდა დავასრულო შავი მთვარის და თეთრი მთვარის კომბინაციებზე ციკლი ვიდეოსი. კიდევ ახლებურად შემოგთავაზეთ წინა ვიდეოებში გაცნობიერება, რა არის შავი მთვარე, არაცნობიერში, რა არის თეთრი მთვარე არაცნობიერში, როგორ დავიჭიროთ ეს ენერგიები ჩვენში და ბევრი ვილაპარაკე წინა ვიდეოებში შესავალში, რა არის საერთოდ ეს ენერგიები, რაზე გავდივართ თერაპიულად, როგორ მუშაობთ ამ კომბინაციებზე და ვინც მომყვებით ხა დიდი ხანი, ვინც თერაპიულად გიმუშავიათ, ვისაც მაგალითად თერაპიულად გიმუშავიათ ამ კომბინაციაზე, ჯგუფურ თერაპიებზე თუნდაც ჩემთან, იცით, რასაც გულისხმობ ხოლმე ამ ენერგიაზე, სხვათაშორის სხვადასხვა თერაპიებზეც რო ყოფილან და იციან ასტროლოგია კარგად, თქვათ ან თავიანთი აი ეს ღერძი სელენა ლილიტის თერაპიაშიც გასულან ამ ენერგიასთან დაუჭერიათ და აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ასტროლოგიური ცოდნა, ასტროლოგიური კომბინაციების გაცნობიერება, იმიტომ რომ ჭრთილი ისეთი რაღაცა არის, აი სელენა ლილიტის ღერძს როცა ვლაპარაკობთ, რომ ის თავისთავად ესე თერაპიაზე თუ არ ვიცით, ხო, იფხელა დაცვითი მექანიზმი არის აქ, თავისთავად არ ამოვა. თუ ჩვენ არ ვიცით გარედან თუ არ შევხედეთ, თუ არ დაუკაკუნეთ ამ ენერგიას, ამიტომ მიყვარს მე ასტროლოგია, რომ ისეთ ბნელ მხარეს თუ ნათელ მხარეს გვაჩვენებს, ზოგადად საერთოდ ნათელი არ იცის თავისი და ზოგჯერ თერაპიულად ამ ნათელზე მუშაობთ ხოლმე, რომ დაინახოს, შემოუშვას ეს ენერგია. ერთი რაც არ მithქვამს წინა ვიდეოებში, ეს მინდა რომ დავამატო. ადრეც ვამბობდი, სულ სელენა არის ენერგია, რომელთანაც კოსმოსთან, მოდი ესე ვთქვათ, ეზოთერული ენით, კოსმოსთან კავშირს გვამყარებინებს ნათელი ენერგეტიკა არის. როგორც კი სელენას ენერგეტიკაში, სელენას ვიბრაციაში გადავდივართ, გაცნობიერებულად გადავდივართ, ხო? აი, იქიდან მოდის ნათელი ენერგია, იქიდან მოდის რაღაც სხვა სიმშვიდე, მოდით ესე ვთქვათ, სხვა ძალა მოდის შინაგანი. და როდესაც ეს გაწყვეტილი გვაქვს და ლილიტის ენერგიაში ვართ გადასულები, ხო? აი იქიდან პირიქით იქ წყდება აი ამ ნათელის შემოსვლა ჩვენს ენერგიაში და ორი რამ არის, იცით, ზოგი მაგალითად ამ ბნელ ენერგეტიკაში ძალიან კარგად გრძნობს თავს ლილიტის ენერგეტიკას რო ეძახიან, ეს ცოტა სხვა რაკურსით რო შევხედოთ, თორემ მე რო ავდივართ ზევით გაცნობიერებებში, ეს აღარ არის ის რაღაცა ბნელი, ესეც გასავლელი ენერგია არის, თუმცა მას არ აქვს ის ვიბრაციული სიხშირე. იქ სამყაროსთან კონტაქტი არ არის, ჩვენ მესთან, ჩვენ ტრავმირებულ მესთან კონტაქტი არის, ხო, საბოლოო ჯამში და ფსიქოლოგიური კუთხით რო შევხედოთ და ენერგეტიკულად ეს არის დაბალი ვიბრაციები, ეს არის ნეგატიური ენერგეტიკული ველი, რომელიც ზოგი მაგალითად ხა, თუნდაც პოლიტიკაში რო შევხედავთ, ან გარშემო ეხლა ცხოვრებისეულად რო შევხედავთ, ხო? შეიძლება ესეთი ადამიანი ამ ლილიტის ენერგიას იყენებს ძალიან კარგად, ხო? ანუ ენერგიას იღებს დაბალი ვიბრაციებისგან, ხო? ეს ეზოთერული ენით ასევე რო ვთქვათ, მაგრამ ცოტა ესე რომ ავიღოთ, ხო? აი მაგალითად, როდესაც არის ადამიანი ან ნერვოზულ ფონში, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან სერიოზული სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევები აქვს და პრობლემები აქვს, როგორც წესი ვამბობთ ხოლმე, რომ ლილიტზე ზის ესეთი ადამიანი. ანუ აქ რაღაცნაირად ნათელი ენერგეტიკის შემოდინება აღარ ხდება. ანუ სული არის დარდში, ესე ეძახით ხოლმე, სული არის რაღაც ნეგატივში, ხო? საკუთარ თავთან არის რაღაც. აი ამ ლილიტის სევდაში გადასული და იქიდან ენერგია გვაკლდება, იქიდან პოზიტივი აღარ შემოდის და დაბალ ვიბრაციებში ვეხვევით. ამის მიზეზი ყოველთვის მაინც სელენა არის, სელენას იდეალიზირება არის, რომ ჩვენ სადღაც ეს ლიტი არის სევდა, რომ მე დავკარგე სადღაც ის ნათელი ენერგია, სადღაც დაიკარგა ეს ნათელი ენერგია, ან სადღაც მე საკუთარი ეგოც გამომივლინდა, როცა რაღაც ამ ნათელ პროგრამაზე ვიყავი. ეს ყველას ინდივიდუალურად აქვს, სად დაიშალა ეს სელენა ლილიტის ღერძი ერთმანეთში, იმიტომ რომ ეს აუცილებლად ერთად იყო ადრე, სელენა ლილიტის ენერგია, რაშიც არ უნდა გყავდეს, ეს იყო თავიდან ერთი და შემდეგ გაიყო, ხო, შემდეგ სადღაც რაღაც მოხდა ისეთი, რომ აი ეს ლილიტის ენერგია ის ვერ მივიღე ბოლომდე, რაც მე მინდოდა და მე იწყება ამისი დამუშავება. ეს არის კარმული დონე, როცა მე ამ სელენა ლილიტზე ვლაპარაკობ, სუფთა კარმული დონე არის, ყველაზე ღრმაშრი არის, ყველაზე დიდი, რაღაც ცოტა ეზოთერული ცნობიერება არის საჭირო, მან ღრმა არაცნობიერში ჩასვლა არის საჭირო, სხვა
ენერგეტიკული სიხშირე საჭირო რომ აქ გახვიდე ადამიანი, ხო? აი შეიძლება საერთოდ ცოდნა არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ ქონია თერაპიული სეანსი ეგრევე რომ ლილიტის ელენაზე გავიდა. ზოგჯერ ყოფილა რომ აი 3 სეანსში ადამიანი ეგრევე გასულა კი არა, ჯერ ლილით შეხვდა, გაიარა ეს კათარზისები ემოციური ერთ-ორ შეხვედრაში და მესამე შეხვედრაში უკვე სელენა შემოიყვანა და რაღაცნაირად წამოვიდა უკვე ის იმ ნათელ ვიბრაციებთან წვდომა, სამყაროსთან დაბრუნებას ეძახი ხოლმე მე, ხო, ეს ცოტა ისეთი ჯადოსნური თერაპიული პროცესი არის. ეს ადრე მაქვს გავლილი 1-10 წლის წინ, ოღონდ არავინ არ იცოდა რა საკეთებდნენ, მე თვითონ მივხვდი რა პროცესს გავდიოდი თერაპიაში, ისევ ასტროლოგიიდან გამომდინარე. და მე მივხვდი რომ ეს ყველაზე ისეთი სისტემა არის, აი ეზოთერული გაგებით, აი აქ თუ არ შევხვდით ჩვენ თავს, ხო? შემდგომ ბევრი წრეზე დავდივართ და რაღაცნაირად არ ხდება გამთლიანება, იმიტომ რომ სელენა ლილიტ ეს არის გახლეჩილი მე, პოლარობები და ვერ ვიჭერ აქ ენერგიას და ის სრული ნამდვილი გამთლიანება, რომელიც ფსიქოლოგიაც ცდილობს ეს რაღაც უფრო ნაწილები, ტრამბული ნაწილები ნენელა გააერთიანოს და აი ეს ეზოთერული გაგებით უფრო ენერგეტიკულ დონეზე ეს არის ყველაზე მთავარი გაერთიანების მცდელობა, ხო? აი მეში ისევ რაც გაწყდა ადრე სელენა ლილიტი რომ დაიშალა, სამყაროს მოვწყდით, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ლილიტის ენერგეტიკით, იმ დაბალ ვიბრაციებში გადავედით მაღალისგან, აი აქ ხდება მე ენერგეტიკული გამთლიანება და რაღაცნაირად მჯერა ხოლმე სხვათა შორის ხა პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით, რომ შესაძაც ეს გამთლიანება ხდება ცხოვრება მართლა სხვანაირად მიდის, მე უკვე აბსოლუტურად ვიცვლებით, ენერგოსიხშირე იცვლება ჩვენში, გარემო იცვლება და მაგით ხდებოდი მთელი ეს 10 წლის განმავლობაში მქონდა ამაზე დაკორვების პრაქტიკა, შემდგომ რა ხდება, ხო? ამიტომ როდესაც ამ სელენა ლილიტის ღერძზე ვლაპარაკობთ, ეს ძალიან ხმაშრე არის, ძალიან საუბაც არის საჭირო, ხო გონებთ ხა 20 წლის წინ მე ამაზე რომ ადრე მითხრე სხვათა შორის ამ ასტროლოგიურ კომბინაციაზე საერთოდ ვერ ვიყავდი და ნუ ვერ გავიგე რაზე იყო ლაპარაკი და დავაკოსები. ამიტომ ამას დრო ჭირდება, თავისი დროზე უნდა მოვიდეს, თავისი მიზანი აქვს, თავისი მისია აქვს ამას, ხო? ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხა ჩვენ მაშინ წინა ვიდეოებში გავჩერდით უკვე შავი მთვარის მდებარეობა ხალწულში. ეხლა არის კომბინაცია გასავლელი სასწორში, შავი მთვარის სასწორი ზოდიაქოში როგორ ავლენს თავს, მაგალითად თეთრი მთვარის სასწორი ზოდიაქოში როგორ ავლენს თავს. აქ ცოტა ურაზროვნად მინდა აგიხსნათ, რომ აი სელენა, როცა არის მფარველი ანგელოზი, ან მეშვიდე სახლი ჩვენთან სასწორული ენერგეტიკის არის, როცა არის თეთრი მთვარე, იგივე სელენას ესევე ეძახით, ნუ სასწორის ზონაში, ან სელენა ვენერას შეერთება, ზოგჯერ ეს ძალიან გავს, ესეც იგივე ენერგიას იძლევა ხოლმე, სასწორულ ენერგიას იძლევა ხოლმე. თუმცა ახლა ნიშანში უფრო ძლიერი არის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. მაგრამ გავლენა მაინც არის. სასწორი ჩვენთან რა არის ასტროლოგიაში? ეს არის ურთიერთობები. ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის სილამაზე და ჰარმონია და აქაც იძლევა შავი მთვარე, ცოტა ამოყირავებას ამ გაგებების და თეთრი მთვარე პირიქით ზედმეტად კონცენტრირებას აი ამ რაღაც სილამაზეზე, ესთეტიზმზე, თუმცა ორივეს ეგ ახასიათებს. შავ მთვარესაც ციკლოპური პირი მაქვს. შავ მთვარესაც და თეთრ მთვარესაც იგივე ახასიათებს, ოღონდ შავ მთვარე აქ ცოტა ტრამბულად მიდის, მე თეთრ მთვარეს უყურებთ შავ მთვარეს სად არის, თუ სასწორში მყავს მე თეთრი მთვარე. ადამიანი არის აი ბუნებრივად მოდის ამ ადამიანისგან შარმი, სილამაზე, ესთეტიზმი, დიპლომატიურობა. ეს არის ადამიანი, რომელშიც რაღაცა სამყაროსეული ჰარმონია ცხოვრობს თითქოს, მინდა გითხრათ წინა ვიდეოებშიც ადრე ბერჯოლმა ამ თემაზე ნასაუბრები. ალენ დელონს ყავდა სელენამ თეთრი მთვარე მაგალითად სასწორში, ბრედ პიტს ყავს თეთრი მთვარე სასწორში. რაღაც სხვა ესთეტიზმს ავლენენ. უბრალოდ ბრედ პიტ ისე ალენ დელონის შემთხვევაში ლილიტი ხალწულში ყავდა თან ვენერასთან შეერთებაში, ხო? ის შავი მთვარე და გამოვიდა რა იდეალიზირება სილამაზის ფორმებში, მაგალითად, ხო, ხალწული, ეს უნდა იყოს დახვეწილი, უნდა იყოს გიჟდებოდა ლამას ქალებზე, მაგალითად, ხო? ვენერა ლილიტის შეერთება და მაინც ყოველთვის აქვთ ხოლმე ეჭვები ლილიტი ვენერას შეერთების კაცებს. აი,
არაცნობიერში არის მაინც ეჭი რომ მე შეიძლება არ უყვარდე ვინმეს ან მე შეიძლება მიმიზიდოს ისეთ ქალთან ურთიერთობა რომელიც მე დამაკომპლექსებს ახლა ხო წარმოუდგენელია ალენ დელონზე ესეთი რაღაცის თქმა მაგრამ აი ეს რომი შნაიდერის თემასში სუფთა ლილიტი ვენერას შეერთება გაუთამაშდა ჩემი აზრით ახლა ასტროლოგიური დაკვირვებით ხო იმიტომ რომ აი ესეთ ცოტა ფატალურ სიყვარულებს იზიდავენ ვენერა ლილიტი ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ სელენას ასწორი, აი ის რომ გამტარი იყო რაღაც სილამაზის და ჰარმონიის, ეს ნამდვილად, თვალსაჩინო იყო, თუმცა არ ნიშნავს ახლა რომ ყველა სელენას ასწორი ესეთია, მაგრამ მასთან ეს შავი მთვარის რაღაც ფატალურობა შემოდიოდა, ხო, გარკვეულწილად. ეს უკვე კომბინაციაში მე მაგიტომ მოგიყვანეთ ეს მაგალითი, რომ კომბინაციაში დაინახოთ, რომ მარტო სელენას არ უყურებ იქ ვაკეთებ ფანჯარას, თორე წამიღო ქალმა. ბაჭავა უგანდი. ხო და აი ეს კომბინაციები ყოველთვის განიხილება ერთად. ცალ-ცალკე სრულად ვერ ვიხებთ. და სასწორი როცა არის ნათელი კარმა, ხო, ისინი მოდაში ძალიან კარგად არიან, საზოგადოებას უყვარს მაგალითად, ძალიან ესტეტურები არიან, დიპლომატები არიან და ესოთერული, ფსიქოლოგიური კუთხით ორივე რო ჩავთოთ, ახლა ილია ჭავჭავაძე იყო მაგალითად სელენას ასწორი, მისი გვარი შეიძლება იყოს რაღაც აი ესეთი ან დიდგვაროვანი, ან მაღალი საზოგადოების წევრი, ან თანასწორობა იყო რაღაცნაირი, აი რაც განსხვავდება პირიქით ჩამთვარის ასწორისგან, უთანასწორობა იყო ოჯახში, შეიძლება გაყვა მაღალი ფენის წარმომადგენელს ხალი და ან პირიქით დაბალი ფენის და აი ამ ოჯახურმა უთანასწორობამ იქნებოდა ეს სოციალური უთანასწორობა, გვარი შვილარი უთანასწორობა თუ მენტალური უთანასწორობა მაგალითად, ხო, ან ისეთ ფსიქოლოგიური უთანასწორობა. აი ეს იძლევა შინაგანად გახლეჩილ უთანასწორობის შეგრძნებას. არ არის შინაგანი ჰარმონია და წონასწორობა შავი მთვარის შემთხვევაში, თეთრი მთვარის შემთხვევაში პირიქით ეს არის შინაგანი მუდმივი ბალანსი, მუდმივი რაღაცნაირად აი თვითონაც ცდილობენ რომ თუნდაც უთანასწორო ურთიერთობაში შევიდნენ, თანასწორობას იცავენ რაღაცნაირად, ხო, აი შინაგან ბალანსში არიან ხოლმე თუნდაც ესეთ ურთიერთობაშიც და ეს სელენაზე ვამბობთ რომ ეს არის ნიჭი, ეს არის დიდი უნარები, მაგალითად, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერც ვხედავდეთ და ამ დროს რამხელა ძალა შეიძლება მასში იყოს, ხო? ეს არის ქალური ენერგეტიკული ველი, სასწორი, ეს არის ქალური არქეტიპი, სიმშვიდის, კოსმიური სიმშვიდე არის აქ ახსნილი. ეს არის შინაგანი ბალანსი, ქალური ენერგეტიკა სუფთა, რომელიც კოსმოსში ძველი სამყაროში არის, ქალური ენერგეტიკა. და როგორც კი აი ამ სიმშვიდის ვიბრაციაში გადიან ხოლმე ამ ქალური არქეტიპის ვიბრაციაში გადიან ძალას იღებენ თითქოს შინაგან სელენას შემთხვევაში გულისხმობ. ხა ზოგჯერ არის ხოლმე რომ როდესაც ხა მე ვიდეოებს რო წერ, ხა YouTube-ზე არ არის ეს კატეგორია, მაგრამ ამ TikTok-ზე რო დებენ მე არა ვარ მანდ, ჩემი იმითი. აი გონზე არ არის ხალხი რას ლაპარაკობ ხოლმე. საერთოდ ვერ ხვდები რას ლაპარაკობ. ვაი მე კი ეს ზოდიაქო ვარ და ვერ ხვდებიან რომ იქ მარსზე ლაპარაკობ, ან ვენერაზე ლაპარაკობ. ყველა მარტო ზოდიაქოები იციან ხოლმე და ეს კიდე ცალკე თემა არის. აი მეზარება აღარც უხსნით ხოლმე მე ჩვენ რომ სხვა თემაზე მაქვს ლაპარაკი. რატომ გამიყვანეს მაგ სიხშირეზე არ ვიცი, ჩემნება არ იყო, მაგრამ მაინც. ხო და ის ძალიან განსხვავდება ზოდიაქოს ნიშნისგან, ხო, უბრალოდ თვითონ ენერგეტიკული ველი ამ ნიშნების, ხო? აი ყველგან ცოტა სხვანაირად თავლენს. მარსი მაგალითად სასწორში ცოტა სხვანაირად თავლენს თავს ვიდრე ვენერა სასწორში. თვითონ პლანეტარულ ენერგიებსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ხო? შავ მთვარის და თეთრ მთვარის ასევე სხვა დატვირთვა აქვს. ეს ისე არა რომ აი ხა თვისებები აქვს სასწორის. ენერგეტიკა აქვს უფრო სასწორის ენერგიის, ხო? ეს არის ადამიანი, რომელშიც თეთრი მთვარის კუთხით რაღაც კოსმიური სამართლიანობა დევს, კოსმიური სილამაზე, დახვეწილობა, ესტეტურობა, შიგნით ცხოვრობს, მასში არისტოკრატიზმი, ისე ვლაპარაკობ. აქაც არის, აი როცა ან შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ, ხო, ან თეთრ მთვარეზე, გრადაციები არის აქაც, ხო, რომ ვიღაცას აქვს ძალიან მაღალ დონეზე სელენა, ვიღაცას აქვს ძალიან დაბალ დონეზე, ხო? ან ასევე ლილიტიც იგივე კუთხით იგულისხმება.
მაგალითად, აი ხა ადრეც ვამბობდი ილია ჭავჭავაძის დიპლომატიური ბრძოლა წერით, ხო, ეს მისი მამათა და შვილთა ბრძოლის ეს დიპლომატიური სტილი, აი როგორც კი გაიხსნება სელენა, ისეთი დიპლომატი, ისეთი ჰარმონიული შეიძლება ადამიანი იყოს და რაც თავარია, ეს არ არის აგრესიული ბრძოლის ენერგია. ხა მე სელენა ვერცში მყავს და მე პირიქით აი რაღაც გამწევი ძალა მაქვს სულ. არ ვარ ახლა მიუხედავად იმისა რომ იუპიტერის ასწორში მყავს არ ვარ ის რომ მოდი ახლა დავიცადოთ იმას შეუთახდე ამას დაველაპარაკო დგები ვაკეთებ არავის არ ველოდები იმპულსურად უცებ ვაკეთებ რაღაცებს ხო ეს სხვა ენერგია აი სასწორი სხვანაირი არის სასწორი არის რაღაც შიდა ჰარმონია ეს არის ქალური მომლოდინე ენერგია აი გარშემო რაც არ უნდა ხდებოდეს რომ შედის ეს ადამიანი რაღაც ჰარმონიაში აქვს ეს არ არის იმპულსი მე პირიქით უფრო ცეცხლი შემაქვს ხოლმე დრაივი შემაქვს სადაც შევდივარ ну სასწორულად იქ პლანეტარული დონე ეგ არის მაგრამ ენერგეტიკა მაქვს მაინც ვერძული აი თვითონაც ბევრიც მეუბნება რა ეს ელენა ხარო აი სულ რო უყურებ რაღაც არის გასა მოდი აბა ეს რო გააკეთო ის სადე ეს ან ეგრევე მოქმედების იმპულსი შემომდის ხო და ეხლა აქრო სელენა მყავდეს სასწორში ხო შეიძლება მარსის დონეზე მზე მარსის შეერთება მქონდეს და იმპულსური ფიზიკურ დონეზე ვიყო მაგრამ აი ენერგეტიკულ სიხშირეში ხო აი ეს მაინც არის ესეთი ადამიანი უფრო სასწორის სელენას კუთხით ჰარმონიაზე ორიენტირებული შევიდე რბილად დავაკვირდე მაგალითად იქ რა არის მოსალაპარაკებელი თბილად რბილად ველაპარაკო ადამიანებს აი მოვაგვარო ადამიანებს შორის კონფლიქტები აი ეს არის სასწორის ენერგეტიკა ხო ან დესტრუქციულ ნეგატიური კუთხით როდესაც სხვათა შორის სელენაზე გამახსენდა თუ ვინმე არის ინფლუენსერები რო არიან მოდაში ან მაღალ მოდაში რაღაც ძალიან ისე დიდ სილამაზი სტანდარტებს რო ამკვიდრებენ მე რომ ნახავდი რუკა სელენა სასწორები იყო შავი მთვარის შემთხვევაში გვაქვს აქაც გრადაციები ანუ ხო ვამბობთ ხოლმე პასიური ლიიტი აქტიური ლიიტი არის მძიმე გამოვლენა არის მსუბუქი გამოვლენა ხო აი ყველაზე მძიმე გამოვლენაზე რასაც გულისხმობთ ხო ეს შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც ვერ იტანს საზოგადოებას აკრიტიკებს ჭორავს საზოგადოებაზე ეს ადრეც თქვი ეს Facebook-ზე რამოდენიმე ყავდა ის ყავს ლიიტის სასწორები და მაგით მივხვდი რომ ეს ლანძღავდნენ ვიღაცებს ჭორავდნენ ვიღაცებზე ანუ ეს სასწორული ენერგია ყველაზე დესტრუქციული ხო სიამდვილეში ამის ქვეშ იმალება ძლიერი მოთხოვნილება რომ მოწონებული ვიყო, მიღებული ვიყო ამ საზოგადოებაში და ამის ჩახშობას ახდენენ მერე აი ამ აგრესიით ეს დაცვით მექანიზმს ვეძახით, ხო, აქ შავმთვარეს გარკვეულწილად. და ადრეც მაქვს წინა ვიდეოში მოყოლილი რემარკის შემთხვევა როდესაც მან ტიტული იყიდა, რომ ვითომ დიდგვაროვანი იყო, ხო, არა და ლამაზიც იყო, მომხიბვლელიც იყო და ესეც არის რომ შეიძლება შავი მთვარის სასწორში ისეთი ლამაზი იყოს თვითონ ადამიანი ისეთი მაცდუნებელი იყოს ხო მე მგონი ჰარისონ ფორდი იყო თუ არ ვცდები ну აი ვინც კი მსახიობი მინახავს კაცები აი ძალიან დახვეწილი ლამაზები ხშირად ну ლილიტის სასწორი შეიძლება გამოვლინდეს და გეგონოს რომ სელენას სასწორი ну ლილიტს აქვს ეს ენერგია რომ ზოგჯერ მართლა სელენასავით შეიძლება გამოვლინდეს ხო და ზოგის შემთხვევაში და აი ამ იდეალიზირება ამ სილამაზის ან საცდურივით რომ მუშაობს ეს სილამაზე და რაღაცნაირად ხვებისთვისაც ხო ეს უფრო როცა ვიყენებთ ლიტის ენერგიას და არის მეორე ვარიანტი, როდესაც უცდილობენ, რომ აი რაღაც სილამაზეს შეეხონ, მაღალ საზოგადოებას შეეხონ. მაგალითად, ადრეც თქვი შანელის ვარიანტი, მან მოდა შექმნა, სილამაზე შექმნა, ლიტის სასწორი და ცდილობდა შესულიყო მაღალ საზოგადოებაში, მაგრამ თავიდან ისე დაიწყო, ხო, რომ თითქოს არ ეკუთვნოდა იმ საზოგადოებას. სიამდვილეში ეს ცხოვრობს შიგნით. არ არსებობს არანაირი საზოგადოება, მაღალი, დაბალი, კულტურული, არაკულტურული. კი არის ესე ფორმები, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ხლა ეს ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი რაღაც ხედვები არის, შინაგანი სამყარო არის, რომელიც მე ან ინკარნაციაში მოვდივარ ზუსტად ამ პროგრამით, ანუ ცოტა ისე დიდ სურათში შევხედოთ, ეს სიამდვილეში უფრო ჩვენში არის. შეიძლება ყველაფერი გქონდეს
ლიტის ზონაში, მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდეს ამისი, ან მაინც რაღაცა გვაკომპლექსებდეს და ხშირად ლიტის ასწორი შეიძლება იყოს აი პარტნიორულ ურთიერთობებში, ან ძალიან აგრესიული, ან პირიქით თავს კარგავდეს საერთოდ. ანუ მთავარი გამოწვევა არის ქორწინება. მთავარი გამოწვევა არის ურთიერთობების საზოგადოებასთან, ქორწინება, პირადი ურთიერთობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. აი ეს ორი არის ხოლმე გამოწვევა. ეხლა, როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში შევდივართ ლილით სასწორთან, ხო? ან შეიძლება მოგვეჯაჭოს ძალიან და მე დაკარგოს, ანუ პასიურ ლილითში გამოვლინდეს. შეიძლება, ანუ უნდა ვიცოდეთ მისი მთავარი რა ხო ეს მინუსი ვარიანტი რო ვთქვათ, ხო? შეიძლება აი ამ ჰარმონიაში რო აი ბალანსი არ დავარღვიო, არ ღვევდეს რეალურად თავისპირად ბალანს, ხო? ეს იმიტომ რომ ვენერას ენერგეტიკა არის, ეს არის გულის თქმა, რომ მე არ ვიძახი რაღაცებს. მე არ ვარ აი ლიტკუროსაც მსგავსი ემართება ხოლმე, რომ სადაც სათქმელია, სადაც გამოხატია თავი, იქ ჩუმად არის. და მე ითმეს და მე შეიძლება ისე გამოხატოს, რომ საერთოდ გაფუჭოს ურთიერთობები, ხო? ანუ აი ეს ვარიანტი არის, აქ რომ ბალანს ვარ ხვევთ ჩვენ ლიტის ასწორი, ზოგადად ლიტის ზონაში. და ნუ რეკომენდაცია მანდ არის ხოლმე, როცა ვთქვათ კონსულტაციაზე ვარ ლიტის ასწორებთან. მანდაც გააჩნია ყველა სხვადასხვანაირად ავლენ. ზოგი არის ძალიან აგრესიული, ანუ ვერცში არის გადასული, მარტოა, არავინ არ უნდა. დაცვითი მექანიზმი აქ ჩართული, რომ სასწორში არ დარჩეს. სასწორი არის რაღაცნაირად ქალური, ნაზი, სუსტი ენერგეტიკა, კარგი გაგებით, ესენი უყურებენ ზოგჯერ, რომ აი მე ძალიან სუსტი ვარ, შიგნით და თამაშობენ ვერც მე რაღაც აგრესიულობას, მიმწოლობას, რომ დაფარონ ეს სუსტი მებჭყალებში. ამ დროს იმდროში სუსტი არ არის ეს, უბრალოდ გამოყენება უნდა ამ ენერგიას პოზიტიურად, სადაც საჭირო არის იქ და გენეტიკურ ველში რო შევხედოთ ამ სასწორის ენერგიას, ხო, ეს გამოვლინდა წინაპრებში, აი ეს უთანასწორობა, სადღაც ან ძალიან დარღვეული იყო პარტნიორებს შორის ბალანსი, მაგალითად ქალი, რომელსაც ზურგზე აქვს მოკიდებული ოჯახი და კაცი სუსტია და თავისთვის ზის და წყნარად არის. აი ესეთი ვარიანტები, რომ მე ქალი შინაგანად რაღაც ბრასდებოდა, არ ამბობდა, ან პირიქით გაყვა კაცს, მაგალითად კარგი ოჯახიდან და დაჩაგრეს ამის გამო, რომ თვითონ არ იყო რაღაც სტატუსურად ოჯახის შესაფერისი, ხო? ძველად რო იყო ხოლმე, მოკლედ ეს აი ესეთი რაღაცა ვლინდება და მე აი ესეთივე უთანასწორო ურთიერთობებში შედიან. აი აბსოლუტურად უთანასწორო ურთიერთობებში. ან შეიძლება ესე ვთქვათ, ვერ არჩევენ პარტნიორებს მაგალითად, ხო? შეიძლება ძალიან კარგი პარტნიორი ყავდეს, ანუ მაგაზეც არ არის ზოგჯერ ეს ლიტის ენერგია გვიზიდავს, ხა მინახავს ქალები, რომელსაც ფანტასტიკური მეუღლე ყავთ, მანდ ოკეი არიან, მაგრამ აი რაღაცნაირად საზოგადოებასთან არიციან ხოლმე ურთიერთობა, ხალხთან არიციან ურთიერთობა. ეხლა ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ვაკვირდებოდი ხოლმე ძალიან. იმიტომ რომ მომენტებში ისეთი აგრესიული შეიძლება იყოს, ან დიპლომატიური უნარების არ ქონა არის და მე რასაც ვაკვირდებოდი, კაცები არიან უფრო სასწორულ ენერგიაზე და ქალები გადადიან ვერძულ ენერგეტიკაზე. აი, ის რაღაცა წყნარი, მშვიდი ქალი სასწორულად, უფრო ნაკლებად, უფრო კაცები არიან ხოლმე, აი ესეთი წყნარი, მშვიდები, არაკონფლიქტურები, მაგალითად და ქალები ვერძები. რომ აი ერთ სიტყვას ვერ ეტყვი ზოგს, ახლა ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, უტრეხი მე სასწორში მყავს იუპიტერი და აი ეს ბალანსი ურთიერთობებში პლანეტარულ დონეზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და შეიძლება რაღაც ისეთი უთხრა, ანუ ვიღაცამ უთხრას, უცებ ისეთი აფეთქდეს. ვერძულად, ლილიტი ვერძივით შეიძლება მოიქცეს, ხო? ანუ ამ კატეგორიას რო შევხედავ, რომ ეს ვერძზე ზის, ოპოზიციაში გადავიდა, ცეცხლსაშიში არის, არ უნდა გაეკარო. ხო და აი ეს ოპოზიციური ენერგია უკვე საზოგადოებასთან კეტავს. მე კიდევ უფრო გაბრაზდებიან, რომ შინაგანი არაცნობიერში ხდება ეს, ხო? კიდევ უფრო ბრაზდებიან, მყავს გარშემო ესეთი აგრესიულ ვიბრაციაში მჯდომი ლიტის ასწორები, ანუ ვირჩი რო გადადიან და ნუ აი ხალხს არ უყვარს, საზოგადოებას არ უყვარს და მე კიდევ უფრო ცდილობენ მე რაღაც, კიდევ უფრო იზრდება აგრესია.
მე ვერ ხვდებიან რატო ხდება ეს ყველაფერი, კიდე უფრო იზრდება საზოგადოებისგანაც ნეგატივი და რაღაც აი ამ ჯაჭვში შედიან. არის მეორე კატეგორია, რომელიც ძალიან კარგად ხვდება ამ ყველაფერს და დაბალანსებული აქვს ასე თუ ისე. ჰარმონიურიც არის, დიპლომატიურიც არის, მაგრამ რაღაცას ბოლომდე ვერ გამოხატავს, ხო? იმიტომ რომ ეს სასწორი არის გულის და ყელის ჩაკრა, ესე რომ ვთქვათ, ენერგეტიკული ველი, ხო? აი ხა სასწორი უფრო გულთან არის კავშირში და კურო უფრო ვენერა, ანუ ვენერა კურო ყელთან არის თვით გამოხატვასთან. თუმცა ორივე უნდა გამოიხატოს, ხო? გულში რაც მიდევს, ის უნდა გამოხატო მერე, ხო? აი ამით ცოტა პრობლემა არის, აი დიპლომატიურობის დარღვევის შიშით, რომ არ შევიდე კონფლიქტში, ეს კიდე ცალკე კატეგორია სასწორების, კონფლიქტის შიში არის ძალიან დიდი, მეორე კატეგორია. ის ხო კონფლიქტურები არიან მეორე მხარე. ოღონდ აი ოდნავ რაღაცა უთხარი, აფეთქდება, იბრძვის, დაგაყრის და მოჭრის ყველაფერს. ეს კატეგორია, ძალიან გამოხატული არის. მეორე კატეგორია პირიქით. არ უნდა რამე გითხრას, ისეთი რომ გაწყენინოს, მოერგება ყველას და არაცნობიერში მიდის აგრესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აი ამ ბალანსმა რომ იმას არ ვაწყენინო, ის აგრესია არ გამოვხატო, ჩხუბი არ მიყვარს, ის არ მიყვარს, ეს არ მიყვარს, მაგცია იმათ რომ მე სადღაც სუმერყები გავხდი, ისო დავიკარგე ამ ურთიერთობებში და აი მერე შეიძლება გადავიდეს ვერძის ენერგეტიკაში, ხო? ან მისი შთამომავლობა გადავიდეს ვერძის ენერგეტიკაში, იმიტომ რომ ლიტი ხშირად მემკვიდრეობითაც გადადის ხოლმე სადღაც ან ბებია, ბაბუისგან, ან კიდე უკან, მაგალითად, როგორც წესი, ეს ველში, ოჯახურ ველში ძალიან აქტიური არის ხოლმე, ან თუ არის მაგალითად ვენერას ენერგია დაზიანებული წინაპრებში, აქეთ უკვე ლიტის სასწორი შეიძლება გამოვლინდეს, ხო? აი ეს არის ოჯახურ ველზე როცა ვლაპარაკობთ, ეს ჰაერიდან არ მოსულა. ამიტომ ეს ორი უკიდურესობა, რომ ან მე მეშინია კონფლიქტის, მეშვიდე სახლიც იგივენაირად ვლინდება, ხო, რომ აი საზოგადოება, ვინც მოდის ჩემთან და ერთ პატარა სკილს გეტყვით, მეშვიდე სახლში ლილიტი, შეიძლება იყოს ლილიტური ეს ადამიანი, პარტნიორი, ან საზოგადოება, ვინც ჩემთან მოდის, ლილიტური, ანუ როგორ არის, თუ შავი მთვარე ჩემ პირველ სახლში არის, მე ვარ ცოტა ლილიტური ენერგიის, დესტრუქციული ენერგეტიკის. ან შეიძლება მე რაღაცები ჩემ თავს გავუფუჭო, მაგალითად. მეშვიდე სახლში როცა არის, პარტნიორები არიან ესეთები. რომელიც შეიძლება საცდური იყოს ჩემთვის, შეიძლება მავნოს რაღაც, ხო? ენერგეტიკულ დონეზე გეუბნებით. ან პირიქით შეიძლება რომ მე ცოტა ისე ვიყო, მივეჯაჭო პარტნიორს და დავიკარგო მასთან და მე სუბრძოლა მიდის, რომ პირველი სახლი დავაბალანსო, ხო? ეს ყველაზე ლაით არა ნეგატიურ ვერსიაში, ძალიან ოკეი არის ეს. ანუ სადღაც მე ვცდილობ, აი, ჩემსა და შენს შორის რაღაც ბალანსი ვიპოვო. ან იქით გადავარდებიან ხოლმე, ან მე პირველ სახლში ვარდებიან, ხო? ან მე, ან ვიკარგები პარტნიორს. ყველაზე კარგი ვერსია არის ქალების შემთხვევაში, შავი მთვარე მეშვიდე სახლში, რომ აი პარტნიორზე ვდგავარ, იმის გარეშე მე არაფერი არ ვარ. აი ძირი ლიტის სასწორის მაინც ეს არის კარმული. წინა ცხოვრებებში ეს ადამიანი მაინც პარტნიორის მეშვეობით აღწევდა ყველანაირ წარმატებას და მე თითქოს ეს ეცლება ხელიდან. თითქოს აი ეს დესტრუქციული პარტნიორებს იზიდავენ, რომ აღარ მოხდეს ამ კარმის გამეორება, რომ აი აღარ მოხდეს აი ამ კარმულ კავშირში ისევ იგივე მივიღო, რომ მე არ ვაწარმოო ჩემი ენერგია და ისევ პარტნიორების ან საზოგადოებაში დამკვიდრების ხარჯზე მოდი ბჭყალებში გავიქაჩო, ხო? მაგალითად, ახლა შანელის შემთხვევაშიც, ვინც ყავდა საყვარელი, შეყვარებული, რომელიც დესტრუქციულ ურთიერთობაში იყო თავიდან, მან გაკაჩა, მოდი ესე ვთქვათ, ხო, მაღალი საზოგადოებასთან მან დააკავშირა. ანუ მაინც კარმულ ნეგატივში ეს არის, რომ დამოუკიდებლად ვერ აწარმოებენ ხოლმე ზოგჯერ ენერგიას, აი ვიღაცეები ჭირდებათ, რომ გაკაჩონ და მე ეს აკომპლექსებთ შინაგანად, არაცნობიერად არ აღიარებენ, რომ არა, მე ვერჩი რომ გადადიან მე ვარ აქ ყველაფერი და არა, ჩაუხმავდეს, ან არის დამოუკიდებული იქ პარტნიორებზე, საზოგადოებაზე, მაგალითად ხვებზე, ხო, გარკვეულწილად. ანუ აი ძალიან გავს ლილიტ ვერც რა, ესე რომ გითხრათ, ხო, არაცნობიერში. და ეს არის ოპოზიციური ლილიტები, მაგიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ მეგობრობენ მე ეს ოპოზიციური ლილიტები ერთმანეთთან, იმიტომ რომ ერთმანეთის სარკეები არიან, ხო, გარკვეულწილად და
აი ეს ტენდენცია არის ძალიან გასაცნობიერებელი და აი ეს არის ლიდზე მუშაობა, ჭრილზე მუშაობა, ჩვენ და ვაღიაროთ, შევხედოთ თვალებში, რომ ხო მე ესეთი ვარ და მაგრამ მოხდა მერე. ანუ თუ არ მომწონს და თუ მაკომპლექსებს, მოდი რაღაცებს შევცვლი. რაღაცებს გავეაზრებ. თუ არ მაკომპლექსებს, მით უმეტეს რა პრობლემა არის, ხო? ანუ ამას ჭირდება შეხვედრა, ამას ჭირდება გაცნობიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე ვმუშაობთ ხოლმე ჩვენ, რომ ჩვენი სუსტი მე დავინახოთ. და მე სელენაზე გავიდეთ. რა არის ჩვენი სიძლიერე? და ამ სიძლიერით დავეხმაროთ ამ სუსტმეს განკლავდეს თავის პრობლემებს, ხო? აი ეს არის აქ ყველაზე ძალიან მარტივი არის. თავიდან გგონია რომ ლილიც თუ შევხვდებით, ძალიან დავიშლებით, დავინგრევით და მართლა ვიშლებით, ვინგრევით, მაგრამ მე ნენელო ხვდებით რომ დავდგეთ. სელენა უნდა ჩავრთოთ და მივიღოთ რა, ესეც მისაღები არის. კი არის ჩემში რაღაც სისუსტეები, მაგრამ რა მოხდა მერე? აი ძალიან ლილიტი ეგ არის, აი ძალიან ტრაგიკულად აღვიქვამთ ხოლმე აი ამ თემას და არ არის ესე, იცით, აი ცხოვრება არის რა მოხდა მერე სიტყვაზე, ხო? და აი ამ საკუთარ უსუსურობას, საკუთარ რაღაცა კუთხით უნარობას რო ჩაწვდებიან, რომ აი მე ან არ გამომდის კარგი პარტნიორული ურთიერთობა, მინდოდა ან კარგი ქორწინება, აი როგორც ლილიტი კირჩხიბის თავარის, რატო არ მყავს კლასიკური ხაჭაპურ რის გამკეთებელი დედა მაგალითად ხო რატო არ ამყავს კლასიკური ოჯახი რომელიც ყველას ყავდა ამ დროს პირიქით შეიძლება რაღაც კუთხით კარგიც არის ხო რომ ეგეთი რაღაც განსხვავებული ოჯახი მაგრამ აი ტრამვულად აღიქვამს ამას ხო აი ეს ლილიძე რო ვილაპარაკოთ ხო აი ეგრე შეიძლება ლილიც სასწორთან იყოს რატომ არ ამყავს ხშირად ან მეორე ქორწინებაში არიან ან განქორწინებულ პარტნიორთან არიან ძალიან სტრესავთ და ყავს ერთი სანაცესაოში ესეთი რომ რატომ კლასიკურად ვერ გათხოვდა ესე რომ ვთქვა და მე ამის აგრესიას რა გარემოში ავლენენ ხოლმე და არ რა მოხდა მერე ხო აი ეგ არის ლილიტი რომ ჩვენ ტრამულად ვიღებთ ამ ყველაფერს ამ პერიოდში სხვა თუ შეხედავს არაფერი ისე ტრამული არ არის არაფერი ისე დრამატული არ არის იმიტომ რომ აქ მაინც კარმა შემოდის კარმული ნეგატივები შემოდის, იმიტომ რომ ეს არ არის რომ აი ახლა ამ მომენტში პრობლემა მაქვს, ხო? კარმულად აქ ბევრი, ანუ არაცნობიერი ხდება რომ რაღაცას არაკეთებს სწორად და სწორად საკუთარი თავისთვის ისევ და აქ მოდის მერე ტრამპ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ელენა სასწორი თუ პირიქით ეხმარება პარტნიორებს ძალიან, ფეხზე აყენებს, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს პარტნიორი გვერდში უდგება და ეგეც ზოგჯერ ლილიტივით მუშაობს, რომ საკუთარ მესი ვიწყებენ, იმიტომ რომ ამ ადამიანის ყველაზე ნათელი ენერგეტიკა ეს არის, რომ მე როგორც ილია ჭავჭავაძე გვიждდებოდა თავის ცოლზე. მე რაც შემიძლია სინათლე შემოვიტანო, ეს პარტნიორთან ერთად უნდა გავაკეთო. ან პარტნიორული ურთიერთობა, სადაც მე სულიერად ვიხვეწები, სულიერად ვითარდები. მაგრამ მე იქ ლილიც რო უყურებთ, აქ შეიძლება გამოჩნდეს, რომ ამ პარტნიორულ ურთიერთობაში უკვე რაღაც ბალანსიც დაირღვა, სადღაც ძალიან ბევრი გავეცი და მე იქსევდა შემოდის ლილიტის, რომ მე ჩემ თავზე არ ვიზრუნე, ხო? და იგივე ემართება ლილიტსაც, ოღონდ უფრო დრამატულად და აქ ამ შემთხვევაში ის რომ პარტნიორს რამე კარგი გაუკეთოს, არა, უფრო გარყნის ბჭყალებში ვამბობ, უფრო შეიძლება თავისი პასიურობით კარგი კი არ მოუტანოს პარტნიორს, გაუაქტიუროს ნეგატიური თვისებები, ან თვითონ შეიცვალოს ნეგატიურად, მაგალითად უსამართლოდ ექცეოდეს პარტნიორს ძალიან და საკუთარ თავსაც, ხო? ანუ აქაც გრადაციებს გააჩნია, აქაც გააჩნია ვინ როგორ ეყენებს, ვიღაცას ძლიერად აქვს, ვიღაცას სუსტად აქვს, ზოგს აქვს აი მთლიანი ჭრილი რო შეგვიყრობს და უკვე ძალიან ეტყობათ, აი ხა ის რო გითხარით, რომ ვერ გაეკარები, აი ძალიან აგრესიული ლილით სასწორს, ვერ გაეკარები, აფეთქდება ყველაფერზე. ანუ ვერძივით ხდება, ხო, ლილიტი ვერძივი. ზოგიერთი ლილიტი ვერძი, ახლა წინა ვიდეოშიც კი სასწორები ხდებიან. საერთოდ მოწყვეტილი არის ყველაფერს და არაფერს არ ავლენს საერთოდ ენერგიობის გარდა არაფერი არ არის, ხო? ესეც არის, ხო? ამას ჭირდება შეხება, ამას ჭირდება შეხედვა თვალებში, გაცნობიერება და გადატრანსფორმირება. ეს არის მთავარი
რასაც ვაკვირდები ხოლმე ხა რომ მოდიან ზოგს აქვს ლამაზის იდეალიზირება ზოგს აქვს განცდა რატო არა ვარ ლამაზი არა და ლამაზები არიან მაგრამ რატომაც გონიათ რომ არ არიან ან კიდე უკეთესი შეიძლებოდა ანუ იდეალიზირება ჰარმონიის და სილამაზის აქედან მოდის კონფლიქტის შიში აქედან მოდის აი ეს ბრძოლის შიში საკუთარი მე და საზოგადოება რაღაცნაირად ერთად თანასწორად მომყოფო, ესენი თუ თანასწორები არიან, თავის ხარჯზე არიან თანასწორები, ეს პრობლემაც ნამდვილად არის ხოლმე და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება და ბალანსის პოვნა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გადავიდე შავენთარე მორიელზე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ეს ვიდეო ამ თემებზე წინ ორჯერ მაქვს მე მგონი ამაზე გაკეთებული, ოღონდ კიდევ უფრო სხვანაირად ვეცდები გავაკეთო ამაზე. საერთოდ მორიელში ითვლება ძლიერ მდებარეობად, შავენთვარის ძლიერ მდებარეობად და აქაც რა თქმა უნდა გრადაციები არის და ყველასთან სხვადასხვანაირად ვლინდება. ეხლა მე რასაც ვაკვირდები ხოლმე ლილით მორიელებს, ხო? ხშირად მოდიან ჩემთან, აი კაცები განსაკუთრებით ზოგი აზარტულ თამაშებში არის გახვეული და აი ეს მძაფრი წერტილი რო უყვართ, აი აბა გამოვა თუ არ გამოვა, ხო? მაგალითად დოსტოევსკი იყო შავენთვარე მორიელი და ეს თავის ცოლის ფულს რო ამღერებდა ხოლმე. ეს მოთამაშე წიგნი თავის თავზე რო დაწერა. აი ის მძაფრი შეგრძნებები, რომ აი ისე რო უყურებ მიზანს და რო უყურებ, რომ ყველაფრის ფასად მინდა ეს მიზანი. ეხლა გეუბნებით ლიტი მორიელის, აი არაცნობიერში ყველასთან მე რაც მინახავს ზის ეს იმპულსი. კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ, რომ ეს ადამიანი წინაცხოვრებაში აი ესეთ მძაფრ რისკიან მიზნებში შედიოდა და ყველაფრის ფასად აღწევდა ამ მიზნებს. სხვათა შორის მეც შავენთვარე მორიელში მყავს და ჰიპნოთერაპიაზე ვნახე რაღაც აბჯრებში, მე სულ ყველგან ნახე რომ სადღაც ვიბრძვი. სულამში ვარ, ხან კარგების ხარეს, ხან ცუდების ხარეს. და აი ესე ვუყურებდი იმას თითქოს, აი ძალიან ცოცხლად ვნახე, თან ვუყურებ რაღაც ინგლისის ტერიტორია არის და ეს ციხესიმაგრე, ამიღეთ. ეს ბრძანება არის, ეს დავიღოთ და აი ყველაფრის ფასად რო გინდა რომ ეს აიღოთ და იღებენ. აი ეს იმპულსი რო დავიჭირე, ემოცია დავიჭირე ჩემში. შემდეგ დავიწყე ამის კვლევა და სხვებშიც ვეძებდი, აბა თუ იყო ეს მოვლენა. ნუ ეხლა ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ზოგადად ლიტერატურა მიყვარს და წერილი არ მყავს დატოვებული, რა მქონდეს წაკითხული, მართლა წიგნების მაღაზიებში უკვე ისე გავდივარ. ყველაფერი რო იცი, წაკითხული გაქვს უკვე. მე ამ წერილების რუკებსაც უყურებდი და აქედან გამომდინარე, ახლა როცა მთელ ლიტერატურულ ხა ლიტი მორიელი იყო თომას მანი და მისი ეს დრამატული მთელი ესტონია კროგერი მაგალითად, ციკლი ვენეციაში, ჯადოსნური მთა სუფთა მორიელური ისტორიები არის, იმედგაცრუება არის ეგეთი მოთხრობა, ტიპიური ლიტ მორიელური იმპულსი არის, ეს არის, ეხლა და სხვათა შორის ციკლი ვენეციაში შეასრულა ასევე ლილიტმა მორიელმა ეს ერთ-ერთი ცნობილი ულამაზესი ბიჭი და ლამაზი რითი თავის დრამატულობით, თავის რაღაცა ხრმასევდით და მე აღნიშნავდნენ რაღაც მისტიური სევდა იყო ამ ადამიანშიო და აი ეს როლი რო შეასრულა, სხვა შეიძლება ცოტა ფატალურიც აღმოჩნდა მისთვის ეს როლი, რაღაც დრამატული აღმოჩნდა, აერია მერე ცხოვრება ძალიან. ნუ ლიტ მორიელურ სცენარში წავიდა სუფთა, ხო, აი რაღაცა შინაგანი აი ეს დრამა და დარდი და ყველაზე საინტერესო ის იყო, რატო გამოვიდა ეს ფილმი ძალიან მაგარი, ძალიან ბევრი წელი 25 წლის წინ ნახე ეს ფილმი, მაშინ სარეჟისოროზე ვსწავლობდი და ძალიან ბევრ ესეთ ფილმს ნახულობდით, რაზეც მე წერდით რეცენზიებს და ძალიან კარგი რაღაცები მაქვს ადრე დაწერილი სხვათა შორის აი ესეთ მიგნებებზე სხვა რეჟისორებზე.
და აი ამ სიკვდილი ვენეციაში აი ეს ლაიტმოტივი ლილით მორიელური თავიდან ბოლომდე, ხო, ეს დრამატული. თან სასწორში ყავდა იუპიტერი თომას მანს და აი ეს პარტნიორული ურთიერთობები, ეს სიყვარულის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ იუპიტერისთვის. მესამე სახლში ყავდა ეს იუპიტერი და წერაც აქედან უფრო გამოკვეთილად ჩანდა მასთან და აი ეს დრამატული მორიელური იმპულსი ძალიან კარგად დაიჭირა ამ მსახიობმა. და ზუსტად რეჟისორმა შეარჩია ასეთივე ენერგეტიკის ადამიანი, როგორიც წიგნში არის აღწერილი, ხო, გარკვეულწილად. ან სიკვდილის ენერგეტიკა ამ ბიჭში რდევს, ხო? სიკვდილის, ანუ აი სევდის ის დრამის და აი ნენელა რომ რაღაცნაირად აი ამ დარდში რო ხარ და უკვე რო გადიხარ ამ დარდიდან, ხო? ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა ლილიტი მორიელის, რაღაცნაირად შინაგანი აი ეს სევდა, შინაგანი ეს დრამა, ხო? ეს რაღაცა დრამატულობა და მერვე სახლი ლილიტის მსგავსი არის სხვათა შორის, რაღაცა დიდ სევდაში გადიან, აი როცა თერაპიულად ყოფილვარ ჩართული, ძალიან ღრმა დარდში და სევდაში გადიან და ეს ღრმა სევდა ყველა ლილით მორიელში მაინც ცხოვრობს. შეიძლება ეს იყოს დანაკარგის სევდა, შეიძლება სიკვდილი იყოს ოჯახში გარკვეულწილად, ან დრამას შეეხო ეს ადამიანი ძალიან, ან ცხოვრებამ რაღაცა ძალიან მძიმე გამოცდები ჩაუტარა. ზოგთან არაფერი ესეთი არ მოხდარა, მაგრამ შიგნით აქვთ ეს, ხო? რაღაცნაირად თავდაჭერილობა და რაღაცნაირად ემოციების შეკავება, იმიტომ რომ ღრმა ემოციებთან, ინტენსიურ ემოციებთან არის დაკავშირებული და თითქოს ზოგთან ყოფილა, რომ აი გარემო არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ემოციები გამოხატოს მაგალითად, ან გარემო არ აძლევს საშუალებას ის სიღრმე გამოავლინოს, რომელიც მასში არის და ეს თომას მანის რაღაცნაირი შინაგანი მარტოობა, აი ეს მეოთხე სახლში ყავდა ლილიტთან და აი ეს ზუსტად ეს ჰანს კარსტორპის ეს შეიძლება შემეშლება 30 წლის წინ წავიკითხე, მაგრამ არა ეგრე იყო ახსოვს. აი ეს მეოთხე სახლური თემა, რომ აი ოჯახი და ეს კლასიკური სტანდარტური ხაშოს თომას მანსაც ოჯახში ცოტა დრამები ქონდა, მამა გარდაეცვალა იქ რაღაც სისხლის პრობლემებით, მერე ფინანსურად ძალიან სერიოზულ პრობლემებში ჩაეშვნენ, სახლი დაკარგა, მოკლედ ტიპიური მეოთხე სახლის და მორიელის თემატიკა. განუვითარდა ესეც ისტორიებში უკვე ვამჩნევთ ხოლმე რაღაც ძლიერად ვლინდება ეს ლილიტი. და ეს არის კატეგორია ლილიტი მორიელების, აი ეს ძალიან დიდი დრამატული სიღრმე და მე ამ სიღრმეს ეძებენ ყველაფერში და მარტო რჩებიან ამ სიღრმეშიც, ემოციურ სიღრმეს ეძებენ ურთიერთობებში, ზოგჯერ არის ეს რაღაც ფატალური სასიყვარულო კავშირები, ზოგთან ესე ვლინდება ხოლმე, ისევ იგივე აი ეს შეპყრობილობა, ან ყველაფერი ან არაფერი თემა, ზოგთან არის ეს რაღაც მაგალითად სურვილების დაკარგვა, აი რაღაც ძალიან მინდოდა და ძალიან არ გამოვიდა, ხო? ან უბრალოდ დავიბადე ისე რომ ყველაფერი დაკარგული მქონდა, ყველაფერი ისეა მე როგორც არ მინდა, ხო? ან რაღაცა დიდ დანაკარგთან არის ხოლმე ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურად განვითარებულ ტიპებზე გელაპარაკებით ახლა. აი ახლა მაგიტომაც ჩავრთა ეს მწერლების თემატიკა. მაგალითად, რომ აი რაღაც განვითარებულ ვარიანტში ეს არის რაღაც ძალიან ღრმა ემოციები, ღრმა სევდა და შინაგანი სიღრმე, მაგალითად, ძალიან დიდი სიღრმე შინაგანი, ხო, ემოციური, ინტენსიური სიღრმე არის, რაც ახლა სხვათა შორის ჩერჩილი იყო ლილიტი მორიელი, ეს რა არავის არ ებასებოდა. პლუტონი მერკურის ოპოზიცია ქონდა თან და ეს მერკური კომუნიკაციაში სიუხე შესავლენდა, მაგრამ ენერგეტიკაც ისეთი ქონდა რა, აი, ჩაკეტილი იყო ძალიან შინაგანად. და სხვათა შორის კარმული გამოცდილება არის სამხედრო თემატიკასთან, ან გენერალი შეიძლება იყო, ან რაღაც დიდი ძალაუფლება რო ქონდა ამ ადამიანს, ხო, ამასთან არის ხოლმე კავშირში დიდი ძალაუფლება, რომელიც ეს არის უკვე უსაზღვრო ძალაუფლება, რომელიც გამოიყენა სადღაც არასწორად შეიძლება ეს ძალაუფლება მისთვის ტრამვული ან ტრაგიკული აღმოჩნდა. მაგალითად, ან ამ ძალაუფლების ფლობისას რაღაცეები მოხდა ისეთი, რომელიც ვერაპატია მერე თავს. და აქ მოდის, რაც ქონდა დანაშაული და სასჯელი დოსტოევსკის მაგალითად, რომ აი სულ აქვთ განცდა არაცნობიერში, რომ რაღაცა დავაშავე
ან რაღაცაში მივქარე ცხოვრებაში და სულ აქვთ განცდა ზოგ ვარიანტში თვითგანადგურების მექანიზმი ჩართული, მაგალითად, რომ აი მე სადღაც რაღაცა დავაშავე, ან ვიღაცამ რაღაცა დააშავა და არის დასჯის ტენდენცია არაცნობიერში. სინამდვილეში საკუთარ თავთან არის. ზოგი არის მაგალითად, რომ აი ვიღაცებზე არის ძალიან ნაწყენი და აი შურის ძიება და აი მას დავსჯი. ესეც ვლინდება ხოლმე ტიპიური. დოსტოევსკი უფრო მაგკატეგორიის იყო, თომას მანი არ იყო მაგკატეგორიის, საერთოდ პირიქით ეს იყო უფრო ის ლიტიმორიელი ღრმა დრამატულ დეპრესიულ სევდაში, რომ ცხოვრობდა შიგნით რაღაც დიდი იმედგაცრუების გამო. ეს არის აბსოლუტურად სხვა კატეგორია ლიტიმორიელების, ესეთი ხდებიან ხოლმე მერვე სახლი ლილიტებიც, ან დოსტოევსკის ვარიანტი ძალიან ღრმა, ოღონდ ეძებს ნეგატივს. ვიღაცაში უნდა ამოვთხარო ნეგატივი. ვიღაც, ანუ სამყაროს ხედვა ცოტა ნეგატიური და საბოლოო ჯამში ეს ჩემში ხდება. ეს ყველაფერი, ხო? ან საკუთარ დემონებს რო ებრძვიან რაღაცნაირად, ან სხვებს ებრძვიან, არაცნობიერში საკუთარ დემონებს ებრძვიან, ხო? ან სხვები ებრძვიან მათ, მაგალითად, ენერგეტიკულად ებრძვიან, ან ისე ებრძვიან ღიად მაგალითად, ხო? ანუ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ რაღაც ენერგეტიკული ბრძოლის რაღაც ფონი მაგალითად, ხო? მეც მქონია ესეთი სიტუაციები, როდესაც აი და შენთვის ხარ, კარგად ხარ და სულ გაიხედო, გამოიხედო და ახლა ნეგატიური ტიპები და გახვევენ თავზე თავის ნეგატივს და სხვაში ძალიან კარგი გამოცდა იყო, რომ მე სწავლა ეს ნამე ბალანსებინა გარკვეულწილად, რომ მიხვედრილიყავი, რომ it's okay, ესეც პრობლემა არ არის. არის ადამიანი რაღაც ნეგატივში და არ არის საჭირო ხა გადაარჩინო, ან შენ თავზე აიღო ეს ნეგატივი, ეს უკვე პრაქტიკულ რჩევებს გეუბნებით და მივხვდი, რომ აი მერვე სახლი ლიტებს ზოგჯერ არის დესტრუქციული ლიტები, რომ წავლენ და რაღაც აი ძალიან დესტრუქციული ნეგატივი შეიძლება გამოავლინონ, ხო? ეს პასიური და აქტიური ლიტის თემა, ხო იცით? აი ჩემი აზრით, პასიური ლიტიმორიელი იყო თომას მანი, აქტიური ლიტიმორიელი იყო, ну, მეტნაკლებად, მაინც დოსტოევსკის ძალიან დიდი ბოღმები და ისინი ქონდა ძალიან ეს აგრესიები. ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ну, ძალიან კარგად ცელენა ტყუპი მისი კარგად მუშაობდა და თვითგანწმენდვას აი ამ წერილობით, მოდით ესე ვთქვა, თერაპიას აკეთებდა წერილობით, თავის, აი ამ ამოღებას, გაწმენდვას, თუ ეს არ ხდება მე სერიოზული პრობლემები არის ხოლმე, ანუ უნდა გამოვიდეს ეს ენერგია. მოხოთ მე არის ეს დილემა, რომ აი ხშირად ხედავ ლიტიმორიელს, რომელიც ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება. დევს ერთ ადგილას, ან კორაში გადადიან. და მე რეაქტ ხოლმე რომ აი ვერ გავიგე ცხოვრების გემო. აი ეს ემოციები ვერ გავიგე. ცხოვრების იმდენად აქვს, აი ანესთეზირებული საკუთარი ემოციები და მანდ არის აი ზუსტად ის შიში, რომ მე რო გავიგო ცხოვრების გემო, ხო? მე შეიძლება გადავარდე დესტრუქციაში. აი როგორც ლიტის სასწორზე რო ვთქვი, რომ აი პარტნიორულ ურთიერთობებში თუ შევალ, არ დავკარგო მე და ვერცში დგას ამის გამო აგრესიული, კონფლიქტური, არავის არ იკარებს, ხო? ისე იქცევა, რომ არავინ არ გაიკაროს. აი ეგ შეიძლება ლილიტი გადავიდეს მორიელში ყუროსავი და აი უბრალოდ გამოეთიშოს ცხოვრებას ემოციურად, ენერგეტიკულად და მე აქვს განცდა, რომ აი მე არ ვიცხოვრე ესენი, არ გამოვხატე ჩემი თავი, ხო? მე არაფერი არ გავაკეთე და შესაბამისად თუ არაფერს არ ვაკეთებ, სხვის ემოციებს ცხოვრობ, სხვის ნეგატივში ვარ, სხვის ძაფრ ცხოვრებაში ვარ მაგალითად, მაშინ რომ ვიზიდავდეთ დესტრუქციულ ტიპებს, ისტერიკებს, ისტორიჩკა ქალებს მაგალითად, ან დესტრუქციულებს და ის რაღაცნაირად მაცხოვრებს იმას, რაც მე არ მინდა რომ ვიცხოვრო, ჩავყეტო ჩემში, ძალიან ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიური ასპექტით რომ შევხედო. და ესე არის საჭირო საკუთარ, აი ხალხი მაგაში გვეხმარება, რომ ხედავთ ხალხს, ეგრევე ხვდებით სარკეს რა ხდება ჩემში, ცა დავაკონსერვო ენერგია. და ის უკვე აი თუ არ გაცვლა თუ არ ხდება ენერგეტიკული ლეველი, საერთოდ წყალი რომ დავაყენოთ და არ გამოვცვალოთ, არ გავასუფთავოთ, ის დგება და მყავდება, ხო? აი ეს ემართება ჩვენ ენერგიასაც. ლიტივერზი თუ გაშიშებული არაფერს არ აკეთებს, ის უკვე მე, ну, სტატიკური ხდება ძალიან, ხო?
აი ეგეთ რაღაც არის ენერგია. აი მორიელის ენერგია ეს არის ემოციური, აი ეს რაღაც შეგრძნებადი სამყარო და ამას გაცვლა ჭირდება. და ესენი არ ცვლიან, იმიტომ რომ კუროში გადადიან ზოგჯერ, ხო? აი დგას. ან ჟირინოვსკის ვარიანტი, ლილიტი მორიელი, ხო? აი გამოდიოდა და ვერავის ვერ გიტანთ. თემა კონდა. ყოველ ჯერზე ვერავის ვერ იტანდა ტიპი, ხო? აი მას ელენა ვერცინ ყავდა და ჩემი აზრით დაცვითი მექანიზმი იყო. რო ის ელენა არ გამოეხატა, ხო, გარკვეულწილად და მორიელზე იჭდა ეს ჩემი სუბიექტური ხედვით, ესე შეიძლება და ყოფილიყო. რა ჭირთ ახლა ლილიტ მორიელებს, მე რასაც ვაკვირდები. ან არაფერს არ ცვლიან, ძალიან მარტივად რო გითხრათ, ცხოვრებაში, ოღონდ სულ ემოციებში ცხოვრებას განიცდიან რაღაცა, მაგრამ რეალურად იცურეთ რომ შეხედო, არაფერს არ ცვლიან ცხოვრებაში. შეიძლება იყვნენ ურთიერთობაში, რომელიც არ ჭირდებათ. და კუროსავით გაიყინონ ამ ურთიერთობაში. შეიძლება ამ ურთიერთობაში სახლი მინდა შევცვალო, გადავიდე სხვა ქვეყანაში, არ უნდა ესენი ეშინია რაღაცები, არ გააკეთოს, არაფერი არ შეცვალოს. შეიძლება საკუთარ თავზე არ იმუშაოს უბრალოდ, არ განვითარდეს თვითონ, იმიტომ რომ მორიელი არის კარგი გაგებით, როცა ჩვენ სისუსტეებს ვებრძვით და აქ შეიძლება პირიქით თავის სისუსტეებს კი არ ებრძოლოს. მაგალითად, ხო? აი და ბრძოლა რაში არის? ისე კი არა, რომ დავსაჯო, როგორც დოსტოევსკის ვარიანტი იყო, დანაშაული და სასჯელი, მაგალითად. და ან რაღაც ისეთი ეს დავსაჯო, რომ არ განვავითარო, არ კონდეს თავისი არაფერი, მაგალითად. ხო, პირიქით, აქ არის საჭირო მუშაობა საკუთარ თავზე, რომ ახლა მე რა მიშლის ხელს, რომ გავხდე ან წარმატებული, ან ჩემ ცხოვრება მქონდეს, ან ემოციები შემოვიტანო ცხოვრებაში, ხა, აი რა მიშლის ამაში ხელს. მე ეწყებათ ეს ვარიანტი, რაც გითხარით, რომ აი თუ რაღაცაზე გაჭედავს, შეპყრობილობა რო ქვია, ხო, ამას. აი თუ რაღაცაზე გაჭედავს, შეიძლება ძალიან ბევრი რამე დაკარგოს. აი სელენა მორიელებს ეგ არ ემართებათ. ანუ მოდით ესე ვთქვათ, კურო მორიელის ღერძი მიცემა გაღებაში არის ბალანსი დარღვეული. ოღონდ ლილიტ მორიელს არ ლილიტ მერვე სახელს რა სჭირს იცით, რომ პასიურ ვარიანტში ეს არის ადამიანი, რომელიც უხილავად კარგავს თავის ენერგიას, ვიღაცებს ყვება ზეთ. მე მქონდა ეგ кейსი, მაგალითად, სულ მაგ პრობლემა მქონდა და მე წავედი მარტო ყველამ დამანებეთ თავი მეთქი, იმიტომ რომ სულ გასცემ, ეს არ ჩანს. მაგალითად, რო გასცემ ენერგიას, არ ჩანს რომ იქ კონცენტრირება ყურადღება სხვაზე გაქვს. ფოკუსში ყოველთვის სხვები არიან, ხო? და ის ხალხიც მე ეჩვევა, რომ სულ შენ მათთან ხარ, მაგრამ გაიხედა და შენთან არავინ არ არის, ხო? აი ეს მომენტი მე იწყება, რომ ნუ მე თან სელენა ვერ ძივარ და მე მივხვდი, რომ არც არავინ არ მჭირდება ჩემ თავთან მე ვარ ყველაზე მთავარი. მაგრამ აქ ბალანსი არის საჭირო სადღაც, რომ ეს ამდენი გაცემა, რაღაცნაირად უნდა დავაბალანსო, ხო? და მე ვისაც ვიმუშავე ლილიტ მორიელებთან, აი ეს აქ რაღაც ენერგია გაედინება მათი თანხმობის გარეშე. და მე მანდ არის საჭირო დაბრუნება საკუთარ თავთან, ანუ თანხმობის გარეშე რაც ნიშნავს ის, რომ შეიძლება არ არის საჭირო ამ ადამიანთან ამდენი ლაპარაკი, ამდენი ენერგიის ჩადება და მე ვერ ხვდები ამას, მაგალითად. და აქ მე განცდა რომ მე დავკარგე ენერგია, მაგალითად, ხო? და აი ეს ბალანსი არის დარღვეული, ურთიერთობაში ენერგეტიკული ბალანსი არის დარღვეული. შეიძლება იყოს დარღვეული რასთან იცით, რომ აი მე გაცილებით მეც გავცემდე ვიღაცისთვის, ვიდრე ის მაძლევს, მაგრამ მიზანში ფოკუსში არის, რომ მაგალითად აი ის იყოს ჩემთან, მაგრამ იმას ვერ ხვდები, რომ გაცილებით მეტ ენერგიას ვდებ აქ და არაფერს არ ვიღებ უკან. ან პირიქით შეიძლება იყოს განცდა, რომ აი მე ვარ პარტნიორი, ქალებს ქონიათ ეგეთი ვარიანტი, განსაკუთრებით ლილიტი მორიელი შეიძლება იზიდავდეს ფინანსურად ძალიან წარმატებულ მამაკაცს ქალებში, უფრო ესე არის. კაცებშიც არის ხა დოსტოევსკის ვარიანტი, თავის ცოლის ამბავი. ხშირად ხვის ენერგეტიკაზე ზიან. ეს არის უკვე მეორე ფლანგი ლილიტი მორიელის, როდესაც ხვის ხარჯზე არის სულ ყოველთვის. ყველას ხარჯზე ვერ აწარმოებენ საკუთარ ენერგეტიკას, ვერ აწარმოებენ თავის ფინანსურ რესურსებს, ან თავის საქმეს მაგალითად, ხო, სადღაც რესურსებთან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პრობლემა. ან მეორე კატეგორია, როცა ჩემ რესურსებზეა ყველა, გინდ ფინანსური, გინდ ენერგეტიკული. მაგალითად, ხო? და მე მაგალითად აქ ბალანს ვარღვევ.
ან მეორე კატეგორია, რომ სხვებზე არიან სულ და საკუთარი რესურსით არ იციან უბრალოდ როგორ იცხოვრონ. ხო, არ აქვთ ეს საკუთარი რესურსი. ანუ კურო მორიელი ერთად ირთვება და აქ ბალანსის პრობლემა ჩნდება. ესეთი რაღაც არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამის გასაცნობიერებლად, რომ მე უნდა დაიწყოს ამის დაბალანსება. ზოგი ლეიტიმერვე სახლელი მაგალითად მინახავს პირიქით სხვების ენერგიაზე ზიან, აცხოვრებენ თავის ემოციებს სხვებს, თავს ახვევენ საკუთარ თავს, ან პირიქით სხვები მათზე ზიან მაგალითად, აი ხა ქორწინება იქნება ეს თუ რა, მაგრამ ხშირად არის ორივე ერთად. ხან ვიღაცები აცხოვრებენ მათ ემოციას, ხან მე ესენი აცხოვრებენ სხვებს. ანუ როგორც წესი ზოგჯერ ეს ბალანსი არის, მარტო კარგი ლილიტები არა ვართ. ანუ სხვერპლი ლილიტები არა ვართ, ორივეს ვავლენთ ხოლმე ზოგადად, ხო? სახლს აქვს მათ მნიშვნელობა და სელენას აქვს მნიშვნელობა. ყველა ლილიტმორიელი ერთნაირად არავლეს თავს. აი გითხარით დოსტოევსკის ვარიანტი, აი ეს მისი მორიელი ინტელექტუალურად იყო ჩართული, ხო? აი ეს ურთიერთობებში, ტყუპურ ურთიერთობებში იყო ჩართული და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს გაითვალისწინეთ და ფინანსები ზოგადად მათთვის მთავარი პრობლემა არის. სასიყვარულო სფერო მთავარი პრობლემა არის ზოგადად ხოლმე და ცვლილებები მთავარი გამოწვევა. ცვლილებების არაცნობიერი შიში, იმიტომ რომ არაცნობიერი სიკვდილის შიში არის აქ, ხო? და სიკვდილის შიში, იმიტომ რომ სადღაც ცხოვრობს ეს დარდი და სადღაც ცხოვრობს სევდა დაბადების. აი სიკვდილის შიში არ მოდის ისე თუ არ არის ხოლმე უკვე ეს სევდა, რომ სადღაც მე ან ცუდად მოვკვდი რომელიღაც ცხოვრებაში, ან ჩემში ეს დარდი ცხოვრობს, რომელიც გარკვეულწილად არაცნობიერში შეიძლება აი მას სიკვდილის სურვილსაც, აი ეს თომას მანის ვარიანტი, ხო? სიკვდილის სურვილსაც აჩვენებდეს აქ გარკვეულწილად და შიში და სურვილი ერთად არის ხოლმე, ხო ზოგჯერ. ან არის არა სურვილი სიკვდილის, არამედ აი ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობები. ყველაფერზე, რაც გითხარით, რაღაცა რომ უნდა, აი ხა დოსტოევსკის ვარიანტი თამაშის დროს და ზოგ ლეიტმორიელს ეს აქვს, ყველაფრის ფასად გავაკეთო რაღაცა. აი ყველაფრის ფასად, ყველაფერი შეიძლება დაკარგოს და აი ამდენი მიიღოს. და მანდაც არის ისა აი ვერ აფასებენ რისკებს სერიოზულად და მე ზოგჯერ დამუშავების შემთხვევაში ხდება უკვე რა უღირს რა არ უღირს შეიძლება აი ამ იმაზე იყოს უკვე მუშაობა შინაგანზე ხო აი ამ შეპყრობილობაზე იყოს მუშაობა შინაგანზე და ამის გამო რომ იქ არ გადავარდეს შეპყრობილობაში გადმოდის კუროში ყინავს ყველაფერს ანესთეზიას უკეთებს თავის თავს. ამ დროს უნდა შევიდეს აი ამ ემოციებში, მძაფრ ემოციებში და ისწავლოს დაბალანსება, ისწავლოს აი საიდან მოდის ეს შეპყრობილობის შეგრძნება, მინდა ყველაფრის ფასად საიდან მოდის, რას ვიკმაყოფილებთ აქ შინაგანად, ან რატო არ ვაძლევთ ამ ემოციების გამოხატვას საშუალება, შეიძლება საერთოდ სხვაგან გავიდეთ მე და ის ემოცია თავისავად დაბალანსდეს ჩვენ თუ ამას გავყვებით, ან პირიქით უნდა გავყვეთ და არა დავბლოკოთ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთი არის კიდე მერვე სახლელი ლილიტებსაც აქვთ და მორიელებსაც ტაბუს თემები, რაღაც შინაგანი ტაბუირება აქვთ ძალიან ბევრ რამეზე, შინაგანი მორალები, რომელიც ხელს უშლით მაგალითად ძალიან ბევრ რაღაცაში, ხო, ეს რაღაცა მორალები, რომ აი ეს როგორ ქნეს, როგორ მიღალატეს, როგორ დამიკიდეს, აი ესეთი თემები, ეს რაღაც მაღალი სტანდარტებზეც არის ამუშავო ხოლმე როგორც წესი და ჩამოსაყვანია სტანდარტები. აი ამ სტანდარტების თემაში მე სატურნს უყურებთ აუცილებლად, იმიტომ რომ სატურნი ქმნის სტანდარტებს ლილითთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მგონი გასაგები იყო, ახლა ეს კომბინაცია საკმაოდ კი გამიგრძელდა ისევ და შულდასანზე მინდა გესაუბროთ, მე უკმაყოფილება არის ხოლმე ჯერ როგორ არ მიყვარს ეს ამხელა რაღაცებს რო გასცემ ინფორმაციას და რა იყო ახლა პრეტენზიები რო აქვს ხოლმე რა რატო არ თქვით ბოლომდე ჩვენზე და რაღაცა და ეს უმადურობა ვაიმე ძალიან არ მიყვარს და ზოგჯერ ეს კიდე კაი ცოტანი არიან ხოლმე ერთი ორი შეიძლება გამოხდეს ესეთი თორე აი ძალიან არ მიყვარს უმადურობა სხვათა შორის უმადურობა ეს არის ცოტა ნარცისიზმი, ეს არის ცოტა ისეთი იმპულსი გადაუხვია ხა თემას, მაგრამ
ცით როგორი იმპულსი არის ყველასგან რომ მეკუთვნის ყველაფერი და მე არაფერი არ უნდა გავცე არავისთან. ანუ ეს არის სადღაც აი სხვის ენერგეტიკაზე ჯდომა და თან რო თვლიან რომ ეს მათ ეკუთვნით. ანუ საკუთარი ეგოს არაადეკვატური გავრცელება სხვებზე მაგალითად და ფსიქოლოგიაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის და მე სერიოზულ პრობლემს იწვევენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ახლა ისე ჩავთე რომ მე არის ხოლმე ზოგჯერ რომ ძალიან რომ ბრასდები აი ძალიან ბრასდები და ძალიან ცუდი რაღაცა რო გინახალ მე მიწერა ეგეთ მიადუღო ადგილზე და ეს ჩემი სასწორი ჩაერთება კაი ჯანდაბას ეს ჩემი მეგობარი არის ელენა მორიელი და მეუბნება ხოლმე რა მე დინარის პიროსოზი ვარ და ველოდებიო ჩემ ტრების გვამას როგორ ჩამოიყანსო დინარეო ძალიან კარგი იყო ჩემთვის ხათაშორის ეგ რომ ხანდახან გაუშვა რა რაღაცა დესტრუქცია როცა არის თვითონვე იპოვის გზას ხო ესეთი და ეხლა ძალიან ესეთი მორიალური რაღაცა გითხარით მაგრამ მართლა რაღაცა დონეზე ახლა უნდა ვიყოთ რა ცოტა სამართლიანები და ცოტა ადეკვატურები ხო ესეც არ შეიძლება ხო და სხვა თემა არის, მაგრამ ახლა შავი თვარი მშვილდოსანში ამასაც მოგიყვებით და მე დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში დავასრულებ უკვე ამ ციკლს. ხო და რა არის ახლა მშვილდოსნებში? მეცხრე სახლი, სელინა და ლილიტი მაგალითად განსხვავება, ხო? მშვილდოსანი ჩვენთან მეგობრებო ეს არის მსოფლმხედველობა, ძალიან დიდ სურათში ასვა მაგალითად მე თუ ავალ 50 სართულიან კორპუსის თავზე და ზევიდან გადავიხედები, გაცილებით დიდ სურათში ვხედავ გარშემო რა ხდება, ვიდრე პირველ სართულზე ვარ და ცხვირწინ მაქვს კორპუსი, აივანი, ესე სახეზე, ხო? და ვერაფერს ვერ ვხედავ. როგორც წესი, აი ეს მაღლა ასვა ან მთაზე რო ავალ და სადღაც ზევიდან უყურებ სურათს, ეს არის მშვილდოსნური ენერგია. როცა არის მფარველი ანგელოზი, ან მეცხრე სახლში ან მშვილდოსანში, ადამიანს აქვს უნარი, აი ეს ძალიან მაღალი სართულიდან ავიდეს და დახედოს გარემოს. რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო დიდ სურათს ხედავს. კარმულ ასტროლოგიაში სელენა მშვილდოსანი ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც დიდ ცოდნასთან შეხება. იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს არის დიდ, აი ქურუმების, გურუების ენერგეტიკა. აი სხვათა შორის რიჩარდ ბახს სელინა მორიელში ყავდა, მაგრამ აქვს აი ეს რომანები, სადაც აი სულიერ გაბწყინებაზე არის იქ აი ადამიანი რომ დიდი სამყარო დაიტია და რაღაცნაირად თავისი ხედვა აქვს უკვე ხო რაღაცნაირად ჭეშმარიტებასთან კონტაქტზე მოვიდა. აი ეს არის ელენა მშვილდოსნის ენერგია, რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანებს აქვს რაღაც დიდ სიბრძნესთან კავშირი, დიდ ცოდნასთან, ან ქურუმი იყო ეს ადამიანი, ან აი ცით როგორ ცოდნას ეზიარა, რომელიც უბრალო ხალხთან არ იყო ეს ცოდნა, მაგალითად ადამიანი, რომელიც აი ქურუმები რა იყვნენ ადრე, ხო, რომ ნუ ეხლა ვითომ ეს საკურთხეველი მღვდლებთან, აი ეს რაღაც საიდუმლოსთან რო გაქვს შეხება იქ, რომელიც ყველას არ შეუძლია შესვლა დაახლოებით ეგ იდეა სელენა მშვილდოსნის იდეა, რომ მაგრამ აქ უფრო დიდი მასშტაბები არის, ვიდრე უბრალოდ ღვთელმსახურება, ხო? იმიტომ რომ ეს მსახურება არის, ეს არის ქალწულური ენერგია, მაინც ასე თუ ისე მშვილდოსანთან ერთად, მაგრამ უფრო მაღალ მასშტაბში მაგალითად ლავრები რო იყო ადრე საბერძნეთში მაგალითად ჩვენებს ძმები ბაკურიანელები რო ყავდნენ ამ ლავრებში მაგალითად ხო იოანე ზოსიმე რო ყავდა როცა მიდიოდნენ ცენტრებში იქ ცხოვრობდნენ იქ რაღაც თელ ინფორმაციებს რაღაცნაირად ყველაზე ისეთი ტოპ ტიპებისგან ღებულობდნენ და ავრცელებდნენ მერე სოციუმში აი დაახლოებით აი ესეთი ისტორია არის ელენა მშვილდოსანი მეცხრე სახლის ელენაც ესეთი ისტორია არის და სხვათა შორის ეს რო წერია ლიტერატურაში ჰიპნოთერაპიაზე ხა მეცხრე სახლში მყავს მეც და აი ზუსტად ესეთი რაღაცა ვნახე ჰიპნოზე რომ სადღაც ლავრასავით კლდეში ტოპ ტვინები არიან და ერთად რაღაცა დიდ რაღაც სულიერ ინფორმაციებს თითქოს ვამუშავებდით და ვავრცელებდით მე რაღაც იმ ხალხს საერთოდ არ ხედავ უბრალოდ წერილობით გადასცემ რაღაცას ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ეს შეგრძნება და აი რაღაცნაირად აი ამ ენერგიასთან ეს ფილოსოფია
სხვა შეს ყოველთვის კარგად ვარ ენერგეტიკულად ამ ინფორმაციებთან, როცა ვუსმენ ხოლმე, ან ვკითხულობ, აი სახლში ვარ, ესეთ შეგრძნება მაქვს. სელენა მშვილდოსნებს კიდევ უფრო მძაფრად აქვთ ეს მაგალითად, ოღონდ გასახსნელიც არის ეს ენერგია ყველა არავლენს ახლა ასე, მაგრამ ვისთანაც მე მქონია იმ პედაგოგები მაგალითად, ან აი რო ველაპარაკები ადამიანს სელენა მშვილდოსას, რაღაც სხვა სიბრძნე აქვს, სხვა ენერგეტიკული სიხშირე აქვს ხოლმე, მე ხა ჩემთვის ეს ენერგია ძალიან ახლო არის და ძალიან მშობლიური არის სელენა მშვილდოსნის ენერგეტიკა, სხვა ფილოსოფიური გაქანება აქვს. შეიძლება არც ნაკითხი იყოს, არაფერი ისეთი არ იცოდეს, მაგრამ გლობალური ხედვა აქვს. სხვანაირად შეუძლია დახედოს სამყაროს, ხო? მათში ცხოვრობს მაღალი სულიერება. მშვილდოსანის სულიერება არის ძალიან დიდი, ეს არის კანონები, ეს არის სიკეთის კანონები და ამას ძალიან უფრთხილდება ამ კანონებს, აი ამ მორალურ მაღალ ღირებულებით კანონებს ძალიან უფრთხილდება და მასში ცხოვრობს ეს კანონები და აი ის გლობალური ხედვა იქნება ეს ფილოსოფიაში, იქნება ეს ადამიანი ეზოთერიკაში, იქნება ლიტერატურაში, იქნება ყოველთვის გზას უკვალავს მაგალითად, ხო, რაღაცნაირად ახალი მასშტაბებისკენ. ეს არის ცოდნის გამავრცელებელი კარმულად ადამიანი. ეს არის სულიერი მასწავლებელი შეიძლება იყოს, შეიძლება მღვდელი იყო, ან აი ადამიანებს ღვთისკენ რო აბრუნებდა. კარმულ გამოცდილებით ეს იმას არის, რომ ყველა სელენა მშვილდოსანი ეგეთი არის, მაგრამ პოტენციალი ენერგეტიკული ველი მათში ესე არის. კარმულად აუცილებლად მოუწევთ ამ ენერგიის გახსნა რომელიღაც ინკარნაციაში მაინც. ანუ ეს არის ნამდვილი სული როგორი არის. მოგზაურობა მშვილდოსანთან არის კავშირში, ხო? გაფართოებ რა არის მოგზაურობა. ახალი, აი გადავედი კიდევ უფრო ახალი. აი როცა დიდ სამყაროსთან გაქვს კონტაქტი, ინელებ ამ სამყაროს, შეიგრძნობ ამ სამყაროს და არ კარგავ მეს, არ კარგავ შენ იდეოლოგიას, შენ ღირებულებებს, ხო? ანუ მე მაგალითად როცა მივდივარ ქართველი საზღვარგარეთ, ძალიან ბევრს მოგზაურობ ხოლმე, ხო? აი ის ჩემი ნაწილი არასდროს არ კვდება. ანუ არც ღირებულებები, არც იდეოლოგია, მაგრამ იმას არის შეცდომა, რომ არ დიდრდება. აი ლიტ მშვილდოსანი შეიძლება პირიქით იყოს, რომ მე ან ადვილად ვირევი სხვების ვიბრაციაში, ან ძალიან ჩემზე ვზივარ და არავის არ ვიკარებ, ხო? ანუ ჩაკეტილობა შეიძლება გამოვლინდეს, ენერგეტიკული ჩაკეტილობა ცოდნისგან, ან პირიქით ზედმეტად საზღვრები რომ მაქვს მორგოული და საერთოდ ვეღარ გავიგე ვინ ვარ. აი, ბევრი სისხლია ჩემში, ზოგჯერ ლიტ მშვილდოსნები ესე ამბობენ ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება იმდენი გვარი ქონდეს გენეტიკაში, რომ დაიკარგოს საერთოდ, ხო, ეს ადამიანი, აღარ ვიცი, ქართველი ვარ, იტალიელი ვარ, ესპანელი ვარ, ხშირად ესეც არის. ან ძალიან ბევრი განსხვავებული იდეოლოგიის და კულტურის ხალხი ოჯახში და გენეტიკაში მაგალითად. ანუ ამ ლილიც ყოველთვის თავის ისტორიები აქვს, რომ აქ იყო ოჯახში რაღაცა ესეთი, ხო? და მშვილდოსანი ეს არის, ან შეიძლება იყო, რომ აი ამ ოჯახში ძალიან იყო კულტივიზირება განათლების, მაგრამ არ იყო ეს, თვითონ არ იყვნენ ესეთი ტიპები, რომ იდეა ფიქსი ქონდათ, რომ აი უნდა განათლებული იყო. ძალიან ხშირად მე რასაც ვაკურდები ხოლმე ლილიტის შემთხვევაში, მშვილდოსნის შემთხვევაში იყო ეს დასწავლა, რომ შენ ესეთი უნდა იყო ხუთოსნის კომპლექსი, აი ძალიან მარტივად რო გეტყვით, ხუთოსანი უნდა ვიყო ყველაფერში. აი ეს დირექტივა იყო ოჯახში. რატო რისთვის ვინმე მომისმინა რა მინდა, არა, აი იდეოლოგიური ზემოქმედება, ან რაღაც ღირებულებითი, რომ აი ესე უნდა იყოს და მორჩა. და ხშირად შეიძლება კონდეთ აი მთელი ცხოვრება რომ დადიან და თავის თავს ვერ პოულობენ. სწავლა არ უნდათ, სწავლა კი არ უნდათ, სიამდვილეში არ უნდათ ის გზა, რომელიც შეიძლება მათი არ არის. ან არიციან უბრალოდ რა არის მათი გზა, ხო? აი ძალიან მარტივად რო აგიხსნათ. ლიტი მეცხრე სახლი შეიძლება იყოს უფრო ზოგჯერ მეტიჩრობა არის. ძალიან ესეთი პოპულისტური მეტიჩრობა, ვიზუალითაც შეიძლება ესე გამოვლინდეს, მშვილდოსნებსაც აქვთ ეს გამოხატული ყველას არ არა თქმა უნდა, მაგრამ აი გამოხატულად უნდა ჩანდე მაგალითად, ხო? რაღაცნაირად ადრეც თქვი დევიდ ბოუი არა კაცო. ხო, დევიდ ბოუი. სხვაც გამახსენდა. რაღაც ეპატაჟური ჩაცმულობა, მეტიჩრობა. კლასიკური ფორმულა, ეს არის უკვე აქტიური ლიცე რო გადადიან, კლასიკური ფორმულა მეტიჩრები.
ჩვეულებრივი კუთხით ეს არის უცხოეთში რომ ხედავ მე განვითარებას, ოღონდ მხოლოდ ფინანსურს. ანუ არა ღირებულებითი ან რამე, აი ჩემი ისა ცხოვრების გაუმჯობესებას ხედავ მარტო უცხოეთში. ანუ მომხმარებლური დამოკიდებულება უცხოეთზე, რომელიც ოკეი არის და ძალიან ვითარდებიან, ძალიან ბევრი რამე სწავლობენ იქ. ანუ ხშირად მეკითხებიან, რომ აი მე რო ეს ლილიტი მყავს, წავიდე საზღვარგარეთ და ვიღაცისთვის ძალიან ცუდი შეიძლება იყოს, ვიღაცამ მოისუნთქოს და აი ეს ლილიტი რაღაცნაირად გამოიყენოს იმისთვის, რომ ოღონდ მანდაც იმუშავებს და კიდე დაამატებს რაღაცებს, ეს უკვე კარმულად ძალიან მაგარია. ანუ იდეას ხვდებით, ხო? აი აქ ეს შეიძლება გამოვიდეს ძალიან რთულ ვარიანტში შეიძლება ლილით შულდოსანთან იყოს იდეოლოგიური პარაზიტობა. აი ვიღაცების ცოდნაზე იჯდეს, ვიღაცების ცოდნას იყენებდეს, ასაღებდეს თავისად მაგალითად, ხო? ან შეიძლება სულ იყოს ვიღაცის იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ და ვერ თავისუფლდებოდეს, სულ გურუს ეძებდეს მაგალითად, ან უარყოფდეს ამ გურუს, ხო? რომ აი ან იდეალიზირება რაღაც მასწავლებლის, ან პირიქით ჩამომხობა მასწავლებლის, ხო? ეს ტენდენცია შეიძლება გამოვლინდეს. სხვათა შორის, აი ჩემი სელენას რო ვკვირდებოდი, რა, საიდან დაიწყო ეს ჩემი განვითარება, ადრეც მაქვს მოყოლილი, აი სულ ვეძებდი ცოდნას უცხოეთში, უცხოელებში. აი, მაგალითად, პირველად ადრე რომ ეს ლიტერატურა ცალკე თემა იყო ჩემთვის, მაგის გამო ვისწავლე ენა, რომ წამეკითხა უცხო ლიტერატურა, უცხო ენებზე ლიტერატურა ჩვენთან არ იყო, ყველაფერი ნათარგმნი მაშინ და ბეჭები სუმევნებდა წადიო, ან კინოშიო, ან თან უკრავდი აქტიურად, მაშინ სულ რეპეტიციები მქონდა, სულ კონცერტები მქონდა და მაგე მოვდიოდი და მორჩა არანაირი კონტაქტი, ვიჯექი ვკითხულობდი ხოლმე და წიგნებს და მეუბნებოდა სულ რო გადიო კინოში ან რაღაცაო რა არის სულ ასე და ზიხარო ამ წიგნებთანო რა ეს მეცხრე სახლის თემა და მშილდოსნის აი შეიძლება სულ მუდმივად კითხულობდეს სულ განათლებაში იყოს სულ ახალ-ახალი ანუ სწავლა იყოს მისთვის ძალიან ბუნებრივი და ძალიან ორგანული ლირიტის შემთხვევაში შეიძლება პირიქით უნდა ან იზეპირებს შეიძლება პირდაპირ, აი უბრალოდ ვიზეპირებ რომ მე მჭირდება. ან საერთოდ ჩაკეტილი ვარ ცოდნისგან. არ მინდა არაფრის სწავლა, არ მინდა ზემოქმედება, ვინმე სიზოქს უთქვამს ჩემთვის, რომ აი რა ვიცი, რომ იმის ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცე, წიგნების ზეგავლენის ქვეშ და ხა მე პირიქით ბავშვობაში აი 14-13 წლის ვიყავი, შეიძლება ცოტა პატარაც აი განსაკუთრებით ეს უცხოურ მუსიკას ხა როკ მუსიკას უსმენდი და აი ეს იყო ჩემთვის რაღაც ახალი ჰორიზონტის გახსნა მაშინ რომ აი ამ მუსიკებით ხვდებოდი როგორ ცხოვრობენ სხვა სამყაროებში ხა სხვა ქვეყნების მუსიკებს უსმენდი ხო ოღონდ გემოვნებიან ხა იმას არა რაღაც როკ მუსიკას კლასიკური როკი მაგალითად და ალტერნატიული მუსიკა და ცოტა ისეთი რა ინტელექტუალური მუსიკას უსმენდი მაშინ და ოღონდ ჩემით უბრალოდ მამა ჩუქავა პატარა რადიო მე ძალიან ძველი თაობიდან ვარ და ყურსასმენები არავის არ ქონდა მაშინ ეს მამა ჩემი ხა აღმავალი მერწყული და სულ რაღაც სულ მე ჩუქნიდა ხოლმე სხვადასხვა ფორმის რადიოებს და სხვადასხვა პლეიერებს ჩუქნიდა ხოლმე ხშირად და აი გრომაჩუკა დავიჭირე სიხშირე რადიოსი და მთელი ღამე ვათენებდი ხოლმე მუსიკებს უსმენდი 13-14 წლის რა მთელი ღამე ვათენებდი დილით ხვდებოდი ხოლმე რიჟრაშ დორსი გადიოდა ხოლმე ხშირად მოკლედ მთელი ეს 14-ის არა კიდე პატარა ვიყავი 12-ის ვიყავი იმიტომ 14 წლის უკვე უკრავდი და კონცერტები მქონდა და მაშინ აი ეს მთელი აი ეს ემოციური ეს რაღაც მუსიკალური სამყარო რო გავიცანი აი ეს იყო ჩემთვის ახალი ჰორიზონტი საერთოდ მანდ მივხვდი რა მინდა ცხოვრებაში რა გზით უნდა წავიდე ან თითქოს აი ამ ჩემი ნათესაური ატმოსფეროდან მომწყვიტა და ეს გაფართოება შემოიტანა ხო აი არაფრისგან ყველა უსმენდა მუსიკას მაგ დროს ხო აი სელენას შემთხვევაში შეიძლება ისეთი ჰორიზონტი გაგიხსნას უცხო სამყარომ რომ შენ თვითონ გაგიკვირდეს ხო და ეს არის ძალა ეს არის ძალიან დიდი ძალა და სელენა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ენერგია რომელიც უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად
და მაგიტომ გიყვებით ამ დღეს ახლა თუნდაც ამ გამოცდილებებს რო გიყვებით იმისთვის უბრალოდ რომ უფრო კარგად დაიჭიროთ ეს სელენას ენერგია ხო აი რაზე მაქვს ლაპარაკი ლილიტის შემთხვევაში აი პირიქით შეიძლება დახშობა მოდიოდეს აი ამ გაფართოებისგან დახშობა ან უკონტროლო გაფართოება მინდა სად მივდივარ არ ვიცი უბრალოდ ბევრი და ბევრი მინდა და რა მინდა არ ვიცი. ანუ დაკარგვა სივრცეში, ხო ის იუპიტერიანული ენერგია არის. გაფართოება მინდა, ბევრის მიღწევა მინდა, გრანდიოზულობა მინდა. ცოტა ნარცისიზმშიც მე გადავდივართ ხოლმე. გრანდიოზულობა მინდა, ოღონდ ამის რესურსი მაქვს, ან ამის ინტერესი მაქვს, ან თუ მაქვს ამის ინტერესი, ხო? იქ მე ტყუპიური ენერგია გამოდის. ლაპარაკობს ყველაფერზე იცის არ იცის. აი შეიძლება ზუსტად განათლების პრობლემა გამოვლინდეს ცოდნის ნაკლებობა. ან არის ცოდნაში რაღაც მნიშვნელოვანი ცოდნაში, მაგრამ კიდევ უფრო მოედოს იმას უკვე რაც არ იცის. ეხლა მძიმე кейსებს ყვები, ხო? აი დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ეხლა რაშუაში არის ტიპი, არც ღირებულებები აქვს. არც ცოდნა განათლება აქვს. მეტყველებს 5 წლის ბავშვივით ტიპი. კაი, თელისოფლიო რო ხუმრობს მაგაზე, აი მართლა 5 წლის ბავშვივით მეტყველებს, პრიმიტიული არის ძალიან ისი კომუნიკაციის უნარი, ან ტოტალურად გაუნაწილებელი არის ტიპი და ამ ხელა რაღაცას მოეჭიდა, ხო? მსოფლიო პოლიტიკას ძალიან ესმის ახლა, ხო? ეს ყველაზე მძიმე кейს გეუბნებით, ხო? აი ძალიან მარტივი არის. არის კიდე ვარიანტი, როდესაც მიდიან სულ დიდი რაღაცა გლობალურისკენ და ძალიან ძიმეთაც უჯდებათ ეს, ანუ ფასსაც იხდიან ამ დიდში მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ლილიტი არის, რომ შეიძლება ჩვენ ოკეი ვიქცევით, მაგრამ გარედან მტრები გვყავს ბევრი. ახლა ლილიტით ხის რქა თუ აქვს, შეიძლება ხა შემდეგ გადავალ მე შემდეგ ვიდეოში. მე ძალიან კარგი უფროსი ვარ, მაგრამ ძალიან ცუდი უფროსები მხვდებიან, ხო? და მათთან მიწევს უთანასწორო ბრძოლა. ეს ვარიანტიც არის ლილიტის, ხო? აქ რომ მე ოკეი ვარ, მაგრამ რაღაც კარმა არის აქ, უნდა გამოვისყიდო რაღაცნაირად, ხო? აი ესეთი ვარიანტი ლილიტის მშულდოსნისაც შეიძლება იყოს, რომ მე რაღაცას ვამბობ, მაგრამ ну, მან ეს შემოდის ყოველთვის ეს რაღაც პოპულიზმი და ეს ამბიციურობა დიდი, იმიტომ რომ ცეცხლის ლილიტი არის აქ ეს კიდე სხვა თემა არის, მაგრამ მაინც გასაკონტროლებელი არის, რომ მე რასაც ან იციან რაღაცა და გონიათ რომ არ იციან, ან არ იციან და გონიათ რომ იციან. აი ეგო არის, ხო ხდებით იმაზე მაღლავწევთ, ვიდრე შეგვიძლია. აი ეს არის გასაკონტროლებელი და ეს არის არც რომ ფანატურად ვინმეს იდეოლოგიას გავყვეთ და არც რომ უარყოთ, ხო? აი უბრალოდ ჩვენი ვიპოვოთ, ჩვენი გზა ვიპოვოთ და აი ეს ოჯახური რწმენა წარმოდგენები, რომ შენ ყველაფერში მაგარი და ხუთოსანი უნდა იყო. მე რომ ჩვენ თავს ვეუბნებით ამას, ესე შეიძლება პრობლემა იყოს, ხო? აი ტრამპის შემთხვევაშიც იგივე არის, სულ ცდილობს დაუმტკიცოს, წარმოსახვით მამიკოს, რომ მაგარი არის, ხო? და აი ხუთოსანია, ყველაფერი გამოსდის, ყველაფერში მაგარი არის და აი ამ ილუზორულ ბოლაში არ უნდა შევიდეთ, ხო? ამაში მიგვეხმარება ასტროლოგია, რაღაცები დავინახოთ ისე როგორც არის და არა ჩვენ როგორც გგონია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედია რაღაცები არ გავიმეორე ძალიან წინა ვიდეოებთან შედარებით და კარგი იქნება თუ კითხვებსაც დასვამთ, თქვათ რა გაინტერესებთ, რა ვერ გაიგეთ, როგორ არის და მეც ვეცდები ხოლმე რომ ან კომენტარებში გაგცეთ პასუხი, ან შემდეგ ვიდეოებში გავითვალისწინოთ და გაგცეთ ხოლმე პასუხი, თუ ცოტა ისეთ ვრცელ პასუხს მოითხოვს ხოლმე. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო და მრავლის გამაცნობიერებელი, ესე რომ ვთქვათ. და ანუ რა თქმა უნდა, ხა ლილიტზე როცა ვლაპარაკობ ხოლმე, შეიძლება ვიღაცას არის სიამოვნოს, ვიღაცამ სხვანაირად გაიგოს, იმიტომ რომ ეს ისეთი ტრავმასთან შეხება არის, რომ ახლა აქ ბედნიერები არ ვიქნებით, ხა? იმიტომ რომ ეს არის ამოყრა მთელი არაცნობიერის და ტრამვული არის, ზამძიმე გამოცდილებები არის ლილიტი ზოგადად და ეს არ არის მარტივი სასაუბრო. სხვათა შორის ორ კვირაში გავაკეთებ ტრენინგს აუცილებლად აი ამ სელენა ლილიტის გაცნობიერებაზე. ეხლა 17-ში მაგ კარმუკავშირებზე ძალიან საინტერესო ონლაინ ლექცია და როდესაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ და მიიღოთ მონაწილეობა, ინტერაქციაც იქნება იქ კითხვებზე პასუხი და რაღაც ესეთებს ვაკეთებ ხოლმე. ამის მიღმა, ამ ინფორმაციების მიღმა კიდევ უფრო სიღრმისეულად რომ გავშალოთ ხოლმე ეს თემები, ვისაც გაინტერესებთ და მოკლედ ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს. დროებით მეგობრებო.